საღამშვიდობის თუ შეიძლება გამაგებინეთ თუ გესმით ჩემი ხმა კარგად. ძალიანაც კარგი. ვინც არ მიცნობთ, მე ვარ ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. აგერ 20 წელია უკვე ვეხმარები ადამიანებს მათი შინაგანი პრობლემების მოგვარებაში და ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებაში, ანუ პროდუქტიულობის მატებაში. და დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ქვია შინაგანი ბარიერების ნაირსახეობა. რაც გულისხმობს იმას, რომ ვისაუბრებთ, განვიხილავთ იმას, თუ რა შეიძლება ჩვენ შინაგან სამყაროში ქმნიდეს დაბრკოლებებს იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ბედნიერები, წარმატებულები, ჯანმრთელები თუ გნებავთ, გქონდეს უკეთესი კომუნიკაცია გარშემოყოფებთან, გქონდეს საკუთარი ცხოვრების საზრისის განცდა მთლიანად, ხო? და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო რაღაც. ანუ რა გვიშლის იმაში რეალურად, რომ გამოგვივიდეს ისეთ ცხოვრება, რომელთაც გვინდა რომ ვიცხოვროთ. ხო და ბუნებრივია საუბარი გვექნება ადამიანის მათ შორის ქვეცნობიერს. ალბათ იცით, რომ ადამიანს აქვს ცნობიერი, ანუ მოდით ესე ვთქვათ, გონიერება, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურობაში, გონიერება, რომელსაც ვიყენებთ ნაცნობ სიტუაციებში. აი, როდესაც ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, სადაც ჩვენთვის ყველაფერი ნაცნობი და გასაგებია, ამ შემთხვევაში ვიყენებთ უფრო ცნობიერს, ხო? ხო და აი იმ შემთხვევაში თუ მოვხვდით რაღაცა ისეთ ახალ სიტუაციაში, ან შეიქმნა რაღაცა ახალი პირობები, სადაც არ გვაქვს, ასე ვთქვათ, მზა რეაქცია, ამ შემთხვევაში იწვება ხოლმე ჩვენი შემოქმედებითი ქვეცნობიერი, რომელიც ქმნის რაღაცა ახალ ქცევას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ აი ამ ახალ შეცვლილ პირობებში, ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ გავიაროთ ადაპტაცია, შევეგუოთ ამ პირობებს, როგორც მაქსიმუმი მივახციოთ ამ პირობებში წარმატებებს. ხო და დღეს მინდა ვისაუბროთ 7 სახის ბარიერზე. ამ ბარიერებზე საუბარი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, სად უნდა მივიტანოთ ჩვენი ძალისხმევა, ხო? აი, რაზე უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა საკუთარ თავზე მუშაობის დროს, იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობა იყოს პროდუქტიული, იმიტომ რომ შეიძლება საკუთარ თავში ქექვა წლობით, მაგრამ ეს რეალურად ცხოვრების ხარისხს ვერ ცვლის ადამიანს, ხო? სხვა შორის ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ადამიანები, რომლებიც ერთი მანიაკალური დაჟინებულობით ერთი ტრენინგიდან მეორეზე დადიან, ერთი ფსიქოთერაპევტიდან მეორესთან მიდიან, ერთი კოუჩიდან მეორე კოუჩთან. ხო და მოკლედ აი ეს გამუდმებული ქექვა მესანგრის ნიჩბით არასდროს არ თავდება. და იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მივიღოთ შედეგი, უნდა ვიმოქმედოთ საკუთარ თავში ისეთ რაღაცეებზე, რაც ზუსტად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს, ხო? იმიტომ რომ კიდევ ამბობ, საკუთარ თავში ქექვა შეიძლება უსასრულობამდე. სტანისლავ იეჟელეცს აქვს დაწერილი ესეთი საინტერესო ფრაზა, რომ
ის ისე ღრმად შევიდა საკუთარ თავში, რომ მეორე მხრიდან გამოვიდაოთ. მაინც რაღაც მასეთ სიტუაციაში ვარ აღმოჩნდეთ, ხო? ამ შემთხვევაში მინდა მოგცეთ ისეთი რუკა, ისე ვთქვათ, ხო? რომელიც ძალიან გაგიმარტივებს საკუთარ თავზე მუშაობას, იმიტომ რომ ტექნიკები, მეთოდები, სხვა ტიპის საკუთარ თავთან მუშაობის ხელსაწყოები არის უამრავი, განსაკუთრებით დღეს. იმდენი ინსტრუმენტი საკუთარ თავზე მუშაობის, რომელიც დღესდღეობით არის ხელმისაწვდომი, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ხელმისაწვდომი ამ ხელა დოზით, ესე თავისუფლად და პრაქტიკულად კაპიკებში, ან საერთოდ უფასოდ, ხო? მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ძალიან იშვიათად წააწყდებით ხარისხიან რუკას. იმისა, თუ რათან მიმდევრობით, ასე ვთქვათ, რასთან მიმართებაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები, იმისთვის, რომ მინიმალური დანახარჯებით, დროის, ენერგიის და ასე შემდეგ, მინიმალურ ვადებში მივიღოთ მაქსიმალური შედეგიანობა. და მოდით ვისაუბროთ იმ, ასე ვთქვათ, შინაგან მიზნებზე, შინაგან ამოცანებზე, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო ხარისხიანი. ასე ვთქვათ, ხარისხიანი ცხოვრება, როგორც სულიერი ჯანმრთელობის, მენტალური ჯანმრთელობის შედეგი, ხო? აი, რაც უფრო მატულობს შენი მენტალური და სულიერი ჯანმრთელობა, მით უფრო ლაგდება შენი ცხოვრება. ერთი მეორისგან არის განუყოფელი. იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება და ცხოვრება არის სისტემური პროცესი, რომლის ორივე მხარეს თანაბრად მოქმედებს ერთმანეთზე, ხო? მაგალითად, არსებობს ესეთი საკმაოდ სულელური, კი შემჭამენ ახლა ტვინის ექიმები, ფსიქოლოგები და კოუჩები და რამე, მაგრამ მაინც სულელურია, ასე ვთქვათ, ადამიანის მოთხოვნილებების იერარქია, რომ ჯერ არის საბაზისო მოთხოვნილებები, ან ჯერ არის უსაფრთხოება და ჭამასმა და ასე შემდეგ, რომ არ ქციოდეს და ზემოდან არ წვეთავდეს, შემდეგ ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფში იყო მიღებული და ასე შემდეგ, ხო? ანუ იგულისხმება, რომ სანამ ადამიანი არის მშიერი, მანამდე მას არ ცხელა საერთოდ რაღაცა სულიერი მატერიებისთვის. მაგრამ კაცობრიობის ისტორიას აპირისპიროს გვიმტკიცებს აბსოლუტურად, ხო? მოდი, აი, უახლეს ისტორიას კი არა, აი, იმ მოვლენებს დავხედოთ, რომელიც ეხლა ვითარდება მსოფლიოში. აბსოლუტურად მშიერი, დაქცეული, გაძვალტყავებული ადამიანები, საკუთარი სიდიადის მოტივაციით მზად არიან გარშემო დახოცონ ყველა და ყველაფერი, ხო? იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ აი ამ რაღაცა დიად ძალასთან, რომელსაც გარშემო ყველას ეშინია, მიკუთვნადობის სურვილი. და ეს არ არის საბაზისო მოთხოვნილება, ეს არ არის პური კალბასი და არაჟანი, ხო? ამიტომ მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის მთავარი მოთხოვნილებები ზუსტად სულიერი და მენტალური მოთხოვნილებებია და არა ჭამასმა. თუ გნებავთ ამაზე კამათი, უბრალოდ გადახედეთ კაცობრიობის ისტორიას და მიხვდებით, რომ აბსოლუტურად საპირისპიროს გვეუბნება. ამიტომ ეს ლამაზი კონცეფციაა, კი, რომელიც ქმნის, ასე ვთქვათ, ცხოვრების სპონტანურობის კონტროლის ილუზიას, მაგრამ რეალურად პრაქტიკაში არ მუშაობს. არც ინდივიდუალურად, არც ჯგუფურად. შესაბამისად, მოდით დავიწყოთ ბარიერების განხილვა, აი ყველაზე უმნიშვნელოდან და მერე ნელ-ნელა გადავიდეთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ბარიერებზე. შეკითხვებს რაც შეეხება ხალხო განსაკუთრებით ისეთ შეკითხვები, რომელიც ამ თემასთან არანაირ კავშირში არ არის, უზდელობაში რო არ გამომივიდეს, ხო, იგნორირებაში. მოდი მე გიპასუხებთ ამ შეკითხვებზე წერილობით, ხო, მოგცეთ კომენტარებში. თუ ამ თემას ეხება შეკითხვა, ხო, ცოტა ხანში მოგახსენებთ, რომ აი ეხლა მოდი, ასე ვთქვათ, დამისვით შეკითხვა, იმიტომ რომ ცოტა რთულია ერთდროულად ვადევნო შეკითხვებს, ასე ვთქვათ, თვალით და რთული
აზროვნება შევინარჩუნო. რო არ გადავიდე რაღაცა მარტივ ტყელ ფრაზებზე, რომელსაც არანაირი სარგებელი არ იქნება, ხო? მოდი ცოტა ხანი მაშინ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი ბარიერები არსებობს და შემდეგ ვილაპარაკოთ ზუსტად, ასე ვთქვათ, იმ მომენტებზე, რომლებიც თქვენ გაწვდით. ესე იგი, პირველი ბარიერი, რომელიც როგორც თქვით, მნიშვნელობით არის, ну, აი, ყველაზე დააბლა იერარქიულად გაგიკვირდებათ და ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმები. აი, ყველაზე ნაკლებად დამობრკოლებელი რამეა, რო იცოდეთ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ტრავმები როგორც წესი აბკოლებს ადამიანს გარკვეულ კონტექსტში, ხო? აი, იმ კონტექსტში, იმ სფეროში, რასაც ეხება ეს ფსიქოლოგიური ტრავმა. მაგალითად, საბავშვო ბაღში ყავდა ისეთი დიქტატორი, ავტორიტარული მასწავლებელი, რომელიც გაშინებდა, ხო? და მას შემდეგ აი ესეთ ავტორიტარულ ფიგურებთან გააქვს, ასე ვთქვათ, შიშის გრძნობა და იბნევი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ცხოვრებაში ვერ გამოგივა ვერაფერი და შენი ცხოვრებას იქნება რაღაცა დაღრეცილი გამკვდებული სცენარი. საერთოდ არა, ხო? უბრალოდ როდესაც შეხვდები ასეთ ავტორიტარულ ფიგურებს, მაშინ გექნება დაბნეულობის რეაქცია. ამიტომ ფსიქოტრაუმები, როგორც წესი, ну, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ როგორც წესი, ძალიან დიდი სიძლიერით არ აბკოლებენ ადამიანს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ასე ვთქვათ, არ მოგექავით რაღაც წარსულს, გძინავთ ღრმა ძილით გადასარევად, სანამ არ აღმოჩნდები რაღაცა სპეციფიურ სიტუაციაში, რომელიც ამ ფსიქოტრაუმას გააღვიძებს. ან გააღვიძებს, ან არა კიდე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპიაში არის ოქროს კანონი, სადაც არ გექავება, ნუ გექავ. ანუ თუ არ ითხოვს რაღაცა განკურნებას, არის საჭირო. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ტრავმები ქმნის არაეკოლოგიურ, არაეფექტურ რეაქციებს, ხო? აი მაგალითად, იგივე მაგალითი რო ავიღოთ. საბავშვო ბაღში გაშინებდა შენი მასწავლებელია თუ დამრიგებელია თუ რაც ქვია. და ну, მას შემდეგ აი ესეთი ავტორიტარული ფიგურების გეშინია. ამ შემთხვევაში აი ეს დაბნეულობა გიშლის ხელს გარკვეულ სიტუაციებში. და შესაძლოა, თუ ეს ტრავმები დავძლიეთ, თუ ჩავედით აი იქ ბავშვობაში, ასე ვთქვათ, მეხსიერებაში და გავათავისუფლეთ ჩვენი ემოციური სფერო აი ნეგატიური რეაქციისგან, ამ შემთხვევაში გვექნება ესეთ ავტორიტარული ტიპის ადამიანებზე აბსოლუტურად გაწონასწორებული რეაქცია, ხო? ანუ გვექნება არა 3-4 წლის ბავშვის რეაქცია შინაგანი. არამედ გვექნება ზრდასრული ადამიანის რეაქცია. ფსიქოლოგიური ტრავმების კიდევ ერთი ზიანი არის ის, რომ როდესაც ჩვენ გარემოში შემდეგ ხვდებით ისეთ რაღაცას, ან ისეთ ვიღაცას, რომელიც ამ ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების სიტუაციას გვაგონებს, ფსიქოლოგიურად ხვდებით აი ზუსტად იმ ასაკის, რა ასაკშიც მივიღეთ აი ეს ტრავმა სულ პირველად, ხო? შეიძლება აი მაგალითად გუშინ მუშაობდით ქალბატონთან, რომელსაც ჰქონდა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის შიში, ხო და გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, პირველი ტრავმა ამ თემაზე მიღებული ჰქონდა 8 წლის ასაკში. და შესაბამისად, როგორც კი რაღაცა კომპლიმენტს უკეთებდა მამაკაცი, ან პაემანზე ეძახდა, ან კიდევ რაღაცა, ხდებოდა 8 წლის შეშინებული გოგო. და ესე ვთქვათ, მისი პირადი ცხოვრების მართვა ებარა პირობითად 8 წლის ბავშვს. ხო, აქედან შესაბამისად სავალალო შედეგებით. ამიტომ ფსიქოლოგიური ტრავმების განკურნება ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სიტუაციაში ვიყოთ, ასე ვთქვათ, თანამედროვე. ყველა სიტუაციის თანამედროვე, რომ ვიცხოვროთ თანამედროვე კალენდრით და არა 20 წლის წინანდელი კალენდრით, ხო? თან შესაბამისად, როდესაც ადამიანი ასაკში, რეგრესია რო ემართება, პატარავდება ფსიქოლოგიურად, ასე ვთქვათ, ხო? მას ავიწყდება ყველა სასარგებლო გამოცდილება, უნარი, ასე ვთქვათ, რაღაცა თვისება, ხასიათი, რომელიც განავითარა მაგალითად 8 წლის შემდეგ, ხო? აი ეგონება ის არც ყოფილა. ხო და შესაბამისად, ну, ძალიან უჭირთ ხოლმე ადამიანებს ესეთ სიტუაციაში ნორმალური ფუნქციონირება. ანუ ეს არის ის მიზეზი, რატომ უნდა მოუაროთ ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამის კეთება. Ну,
აქ შეიძლება ვისწავლოთ მეთოდები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, მაგალითად, დავძლიოთ ჩვენი ნეგატიური მოგონებები და არა მარტო მენტალური ნაწილი, მათი, არამედ ფიზიოლოგიური ნაწილი. ტრავმატულ მოგონებებს გააჩნია ფიზიოლოგიური კომპონენტი. შეიძლება ნეგატიური მოგონება გადაიაზრო, გადახარშო, ასე ვთქვათ, დაემშვიდობო იქ ყველაფერს, მაგრამ დარჩეს მისი ფიზიოლოგიური კომპონენტი. ანუ პირობითად რო ვთქვათ, დარჩეს ის ნეირონების ჯგუფი, სადაც არის ჩაწერილი აი ეს ტრავმა. ხო და რო აღმოჩნდები სიტუაციაში, რომელიც რაღაცით გაგახსენებს აი იმ ტრავმატულ მომენტს, უცებ სხეულში გაგიჩნდება აი ის რეაქცია. საზიანო, უსიამოვნო რეაქცია, ხო? და მე ასე ვთქვათ, რაღაცა ახალ მიზეზებს გამოიგონებ, რატო გზნობ თავს ცუდად. მაგრამ სინამდვილეში ამ გამოგონებულ მიზეზებს არაფერი საერთო არ იქნება რეალობასთან, იმიტომ რეალობა იქნება ის, რომ აი პირვანდელი ტრავმის ფიზიოლოგიური კომპონენტი ჩარჩა უბრალოდ. აი კბილს რო ამოიღებ და ფესვი რო ჩარჩება და რაღაცა რო უმიზეზდებათ ხოლმე სტომატოლოგთან, აი დაახლოებით ეგეთი ამბავი. ამიტომ თუ ვიყენებთ ფსიქოლოგიური ტრავმებისგან გათავისუფლების ტექნიკებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივეხმაროთ არა მხოლოდ აზროვნებას, არა მხოლოდ გონიერებას, არამედ სხეულსაც. მაგალითად, ჩემს მარათონში, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, რომელიც სხვა შორის იწყება 23 მაისს, ხო? ვისაც გაინტერესებთ, ბმული დევს აი ამ ვიდეოს დასახელების ქვემოთ არის პირდაპირ. შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ პროგრამა. აი მარათონში ვასწავლი ისეთ ტექნიკებს, რომელიც გაძლევს საშუალებას ძალიან სწრაფად გათავისუფლდე ნეგატიური მოგონებებისგან ერთხელ და სამუდამოდ ცხოვრებაში, ხო? ან შეიძლება სხვა მეთოდები გამოიყენოთ, ან შეიძლება მეთოდები არა, უბრალოდ პროფესიული დახმარებისთვის მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, ხო და უთხრათ, რომ აი ესეთი ტრავმებია და მინდა რომ გამოთავისუფლოთ, ასე ვთქვათ, მათი დიქტატისგან და მათი მოქმედებისგან. ანუ პირველი ბარიერი ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმები. ამაზე შევთანხმდით. მეორე ბარიერი, და აქ ამოცანა რა არის? გათავისუფლდე აი ამ ტრავმებისგან იმისთვის, რომ გაგიჩნდეს ზრდასრული, გაწონასწორებული ადამიანის რეაქციები თანამედროვე გარემოზე. რო არ რეაგირებდე თანამედროვე გარემოზე, ისე როგორც რეაგირებდი 20-30 წლის წინ. აი ამაზეა საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, მეორე ტიპის ბარიერი, ეს არის, ასე ვთქვათ, უმართავი ემოციური რეაქციები. როდესაც შენს ემოციურ რეაქციებს აბსოლუტურად არანაირად არ აკონტროლებ, არანაირად არ მართავ, ხო? მარტივად რო ვთქვათ, ნებისმიერ ოსტატობას, ხო? ნებისმიერ რაღაცას, რასაც აკეთებთ კარგად, აი გაიხსენეთ უბრალოდ ნებისმიერ რაღაცა, რაც აი ძალიან კარგად გამოგდით, ფანტასტიკურად გამოგდით და მარტო თქვენ არ იცით, რომ კარგად გან სხვა ადამიანებმაც იციან, რომ ამაში მაგარი ხართ, ხო? ბობი ფიშერმა თქვა ერთხელ, შეგიძლიათ საკუთარ ძაღლს ეთამაშოთ ჭადრაკი და ამას დაარქვათ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიო ჭადრაკში, მაგრამ ადამიანები რა სიტყვიან, ეს არის მთავარი. ამიტომ რაღაცა ისეთზე დაფიქრდით, ისეთი გაიხსენეთ, რასაც ესე თქვა სხვაებიც აღიარებენ, ხო, რომ კი, ნამდვილად ამაში გაქვთ ოსტატობა და შედეგიანობა. და გაიხსენეთ აი ის შინაგანი მდგომარეობა, რომელშიც როგორც წესი ეს გამოგდით კარგად, რომელშიც ამ უნარს იყენებთ და აღმოაჩენთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, რომ აი სპეციფიურ შინაგან მდგომარეობაში შედიხართ. რაღაცა წამის მეათედებში გეცვლებათ შინაგანი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ხდება გონების და სხეულის მომართვა და ის გადადის აი იმ მდგომარეობაში, რომელსაც ქვია რესურსული მდგომარეობა, მარტივად რო ვთქვათ, ხო? მდგომარეობა, რომელშიც თქვენ გაქვთ ცდომა ყველა შინაგან რესურსთან, ნიჭიერებასთან, პოზიტიურ გამოცდილებასთან, ასე ვთქვათ, თქვენს აი შინაგან ბიბლიოთეკებთან, სადაც ჩაწერილია ეს თქვენი ოსტატობა, ხო? მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ეს რესურსული მდგომარეობები, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება, ჩვენი უნარი, ჩვენი შედეგიანობა რჩება ჩვენთვის მიუწვდომელი. მარტივ მაგალითს გეტყვით, მაგალითად სპორტსმენები ხდება ხოლმე ხანდახან, რომ სახში, ასე ვთქვათ,
ვარჯიშის დროს გადასარევ შედეგებს აჩვენებენ, საკმარისია გავიდნენ შეჯიბრზე და აი იქ სტრესის გამო თუ მდგომარეობის ცვლილების გამო თუ ახალი სიტუაციის გამო თუ სხვა რამის გამო კიდევ ხო, როდესაც მათთვის ჩვეული რესურსული მდგომარეობა აღარ არის ხელმისაწვდომი, აი იქ როგორც წესი მათი შედეგიანობა ეცემა, ხო? ხდება ხოლმე ესეთი რაღაც, აი წვრთნელებმა და სპორტსმენებმა გადასარევად იციან ამის შესახებ. ან მაგალითად სახში იცი ყველაფერი, ნასწავლი გაქვს ასე ვთქვათ, საგანი რაღაცა, მიდიხარ ტესტირებაზე გამოცდაზე და აი იქ ღელვის გამო ტვინი ვეღარ მუშაობს წესიერად ნორმალურად. ამიტომ აი ეს არარესურსული მდგომარეობა შინაგანი, ხო? არარესურსული ემოციური მდგომარეობა არის მეორე ტიპის ბარიერი, რომელიც ასევე არ წარმოადგენს რაღაცა გლობალურ ბარიერს. ეს არის ასევე ლოკალური, ხო? ერთ სიტუაციაში შეიძლება იყო რესურსული, მეორე სიტუაციაში ვერ იყო რესურსული. შესაბამისად, ხო? ეს არის ცალკეული ემოციური რეაქცია. ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ან გაქვს სრული 100%-იანი წვდომა შენს ნიჭიერებასთან, ან ვერ გაქვს. როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს წვდომა ჩვენს, ასე ვთქვათ, ნიჭიერებასთან სრულად? როდესაც რაღაცას ვაკეთებ და რაღაცა გეგმები რო აირია, მაგალითად აი რაღაცა წავიდა არაგეგმის მიხედვით, ხო? იმ შემთხვევაში თუ გვაქვს იმპროვიზაციის უნარი, მაინც, ხო? აი გამჭრიახობა თუ მუშაობს და გამოგვდის, ასე ვთქვათ, საჭირო ნაბიჯების და შემდგომი სვლების მანდვე მოგონება ადგილზე, ხო? შექმნა, მოფიქრება. აი ამ შემთხვევაში, ესე იგი ნიჭიერებასთან წვდომა გვაქვს. თუ არა, მაშინ არა. იმიტომ რომ ნებისმიერ ნიჭიერებას ახასიათებს ასევე იმპროვიზაციის ქვესტრატეგია, ეგრეთ წოდებული. ამ ნიჭიერი ადამიანი, აი რაშიც არის ნიჭიერი, ხო, როგორც წესი, თუ ხდება სიტუაცია, სადაც არ იცის რა გააკეთოს, მანამდე არ შეხვედრია ესეთი სიტუაცია, აი ძალიან სწრაფად მუშაობს მისი ტვინი იმისთვის, რომ პირდაპირ აი იქვე სიარულში მოიგონოს, ასე ვთქვათ, ქცევის ახალი სტრატეგია და მაინც დადოს შედეგი, მაინც დადოს წარმატებულობა. ამიტომ საუბარი არის იმაზე, რომ ვისწავლოთ არარესურსული მდგომარეობებიდან გამოსვლა და რესურსულ მდგომარეობებში შესვლა. მაგალითად, იგივე მარათონში, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, რომელზეც უკვე ვთქვით, რომლის ბმულიც არის ამ ვიდეოს სათაურის ქვეშ, აი იმ მარათონში გვაქვს სპეციალური სავარჯიშო, რომელსაც ქვია ქარიზმატულობის სავარჯიშო, ხო? აი როგორ შევიქმნათ შინაგანი ქარიზმატულობის მდგომარეობა. რა არის ქარიზმატულობის მდგომარეობა? ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები შენით იხიბლებიან და მათ სურთ წამოყვნენ აზროვნებაში, ემოციებში და საბოლოო ჯამში ქცევაში. ადამიანებს სურთ რომ მოგბაძონ, ხო? აი ესეთი მდგომარეობა გვჭირდება მაშინ, როდესაც ჩვენ მაგალითად საჯაროდ გამოდივართ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეს ონლაინ გამოსვლა, ოფლაინ გამოსვლა, ხო? იმ შემთხვევაში თუ გვაქვს აუდიტორიასთან ურთიერთობა, აი ქარიზმატულობის მდგომარეობა გვჭირდება, არა მარტო თავდაჯერებულობა. მარტო თავდაჯერებულობის მდგომარეობა ხანდახან აღიქმება საფრთხეთ, ხო? იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს თავდაჯერებულობის მდგომარეობაში ბოდიში გამოთქმაზე ისეთი სიფათი აქვს, რომ მას რა ქვია, მურაბიან ქილებს უნდა მიაწევო მისი ფოტოსურათი, რომ ტარაკნები და ჭიანჭველები დააშინო, ასე ვთქვათ. ხო და ქარიზმატულობის მდგომარეობა კიდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქმნი კეთილმოსურნე ძალის შთაბეჭდილებას, ხო? აი ისეთი ძალის შთაბეჭდილებას, რომელთანაც ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ასე ვთქვათ, უნდებათ ხოლმე. ამიტომ თუ თქვენს მნიშვნელოვანია ამის სწავლა, საჯარო გამოსვლების სწავლა, წამოვით ამ მარათონში 23 მაისს დავიწყეთ. პროგრამა წაიკითხეთ, უბრალოდ ნახეთ, ძალიან ბევრი ინსტრუმენტია შეგნით. მაგრამ ეს არის ერთი, ხო? ერთი მაგალითი ქარიზმატულობის მდგომარეობა. გარდა ქარიზმატულობის მდგომარეობისა, ხო, აი მილიონი სხვა რესურსული მდგომარეობა არსებობს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავაკეთოთ რაღაც, ხო? ამიტომ ძალიან ხშირად დასაფიქრებელია როგორი რაღაცა, იცით, აი რაღაცის გაკეთებას რო აპირებ, რაღაცის სწავლას რო აპირებ, განსაკუთრებით თუ ახალი ნასწავლი გაქვს, რაღაცა უნარი. ყოველთვის ძალიან დიდი აზრი აქვს იმის დაფიქრებას, თუ რა შინაგანი მდგომარეობის, რა განწყობის შექმნა მჭირდება იმისთვის, რომ აი ეს ჩემი უნარი გამოვიყენო მთელი 100%. ხო, რომ მაქსიმალურად შედეგიანად გამოვიყენო, ხო? აი ამის გააზრებაც კი უკვე ძალიან სერიოზულად
გადადგმული ნაბიჯია წინ. აი, მაგალითად, როგორ შევიქმნათ რესურსული მდგომარეობა. ძალიან მარტივი რაღაცაა სინამდვილეში, ხო? ნუ ადრე, ასე ვთქვათ, რთული იყო, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი ამბავი ჭირდებოდა, მაგრამ ტექნოლოგიები არ დგას ადგილზე, ფსიქოტექნოლოგიები მათ შორის. ხო და როგორ ვქმნით რესურსულ მდგომარეობას? ძალიან მარტივად, აი, დღის დასაწყისში, მაგალითად, ხო ვიცით, დაახლოებით რა გეგმები მაქვს, ადვაპირ, შეიძლება მთლიანი დღისთვის შევიქმნა რესურსული მდგომარეობა, შეიძლება რესურსული მდგომარეობა შევიქმნა გარკვეული ეპიზოდისთვის, გარკვეული სიტუაციისთვის, ხო? მაგალითად, ჭირდება მაღალი კონცენტრაციის მდგომარეობა, შინაგანი კონცენტრაციის მდგომარეობა. რას ვაკეთებ ამ დროს? ვადებ აი ეს ერთმანეთს ხელებს და ხელის გულების, აი ესეთი მოფერებით მოძრაობას ვაკეთებ და აი ამ მოძრაობის ფონზე, ესე იგი ხუჭავ თვალს და წარმოვიდგენ გარედან, ესე ვთქვათ, გვერდიდან ესე, ჩემ თავს, რომელიც ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რომელშიც გამოზდის აი ის საქმიანობა, რისთვისაც ამას ვქმნი, ხო? ნუ აი მაგალითად წარმოვიდგენ საკუთარ თავს, ესე გვერდიდან და სწრაფი გადახვევის რეჟიმში, აი წარმოვიდგენ, რომ აი დღევანდელი დღე თუ დილით ვაკეთებ ამას, რომ აი დღევანდელი დღეთი 30 წამიანი წარმოსახვითი ფილმი რო დავინახო, აი უყურებ ესე ვახოს, რომელსაც დღეს ყველაფერი გამოზდის გადასარევად ფანტასტიკურად, ძალიან შედეგიანია მთელი დღის განმავლობაში. და ამ დროს აი ეს ხელის მოძრაობას არ ვაჩერებ. შემდეგ რას ვაკეთებთ ეს, რომ წარმოვიდგინეთ, შევდივართ შიგნით და წარმოვიდგენთ იმ შინაგან მდგომარეობას, რომელშიც გამოგდის ეს ყველაფერი. ხანდახან ხდება, რომ აი წარმოსახვაში რომ შეაბიჯებ, მაინც და მაინც ვერაფერს ვერ გზნობთ. მოიგონეთ ეს ემოციები, წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ, შექმენით ხელოვნება. შემდეგ შევედით ხო ამ მდგომარეობაში, ვიგრძენით სხეულში ეს რესურსული მდგომარეობა, შემდეგ წარმოსახვაში წარმოიდგინეთ, რომ აი დღევანდელ დღეს ან იმ კონკრეტულ სიტუაციას ცხოვრობთ, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე გაიარეთ ერთხელ წარმოსახვაში ესე სწრაფად და წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი გამოგდით ძალიან შედეგიანად. ესე მარტივად შეიძლება შევიქმნათ რესურსული მდგომარეობა. ეს რო გავაკეთოთ ყოველ დღე მაგალითად. აი ამით რო დავიწყოთ დილა, ცოტახანში შეამჩნევთ, რომ 24 საათი რესურსულ მდგომარეობაში ხართ. აღარ გამოდიხართ ამ რესურსული მდგომარეობიდან, გახდათ თქვენი ჩვეული მდგომარეობა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დროის ინვესტიცია. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რო ვაკეთოთ ამას, თქვენი შინაგანი მდგომარეობა გახდება რესურსული. ანუ ეს იქნება თქვენი ჩვეული მდგომარეობა, რომელშიც თქვენი ნიჭიერება მთელი 100%-ით არის თქვენთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, გავაკეთოთ ისეთი რეზიუმე, რომ მეორე ბარიერი ეს არის არარესურსული მდგომარეობები, რომლებშიც ვართ უფრო უნიჭოები მარტივად ვთქვათ, ხო? და აი ეს მდგომარეობები არის დასაძლევი და არის გასავითარებელი რესურსული შინაგანი მდგომარეობები და არა მარტო გასავითარებელი, ესე ვთქვათ, გასავარჯიშებელია, იმიტომ რომ შინაგან მდგომარეობას უნდა მიეჩვიოს არა მარტო აზროვნება და გონიერება, არამედ სხეულიც. თუ წლების განმავლობაში ქონდა ესეთი პასიური დათქვუნული მდგომარეობა და ეხა უცებ უნდა გახდე აქტიური ოპტიმისტი, ხო? გახდებით 15 წუთი, მაგრამ მე ისევ ამას მიუბრუნდები. რატო? იმიტომ რომ სხეული გადაეჩვი. ამას სჭირდება დღითი დღე ესეთი მცირე ნაბიჯებით ვარჯიში იმისთვის, რომ სხეულიც მოემართოს შესაბამისად და როდესაც სხეული მიეჩვევა რესურსულ მდგომარეობას, ხო? აზროვნება აღარ გამოვა, ასე ვთქვათ, აი ამ რესურსიდან. ლაივის ჩანაწერი დარჩება კი. შემდეგ მესამე ტიპის ბარიერი. მესამე ტიპის ბარიერი ეს არის დათრკუნული სურვილები. აი ეს უფრო სერიოზული რაღაცა. დათრკუნული სურვილები, აი მაგალითად. ბავშვობაში შეესწარი ესეთ სიტუაციას დედა, ისა მამა ეჭყუბება დედას. შეიძლება ცემს კიდეც. იმ მომენტში ან შეგეშინდა და გაქცევა გინდოდა, მაგრამ ეს ამ სურვილის გაქცევის რეალიზაცია ვერ ქენი, დათრკუნე საკუთარ თავში, ხო? ანუ სიტუაციიდან ოჯახიდან გაქცევის სურვილი დარჩა დაუკმაყოფილებელი. მიაქცევთ ხოლმე? შემდეგ რა მოხდება? 100%-ში არ, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. შემდეგ ცდილობ შექმნა ოჯახი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ასე შემდეგ. და აი სულ ისე ხდება, რომ გამორბიხარ იქიდან რა. ან როდესაც მიდის საუბარი ოჯახის შექმნამდე,
რაღაცა მისტიური ხდება, სადღაც შენ გონებას ემართება რაღაცა, ხო და ურთიერთობას აფუჭებ. გამოიქცე იქიდან, ხო? არდა საუბარი იყო უბრალოდ გაუცნობიერებელ, ჩაჭედილ, გამოუხატავ სურვილში, რომელიც დღემდე ეძებს, ასე ვთქვათ, რეალიზაციის საშუალებას. ან პირიქით, გაქცევის სურვილი კი არა, ჩარტყმის სურვილი ქონდა, ან მოკლის სურვილი ქონდა საერთოდ, ბავშვობაში ისურვე უბრალოდ რომ ნეტა შენ, ასე ვთქვათ, მოკვდე და შემდეგ აი ამ დაუკმაყოფილებელი სურვილის, ანუ კაცებისთვის ზიანის მიყენების სურვილით, ქალბატონი ცდილობს მაგალითად, რომ ანალოგიურად აწყოს რაღაცა ურთიერთობა და რაღაც მომენტში ვერ ხვდება. რა მოსდის, რომ აი ბუკვალურად სიამოვნებას განიცდის იმით, რომ მამაკაცი ხდება ცუდად, მასთან ურთიერთობაში რაღაცა მომენტებში, ხო? ამიტომ აი ესეთი გამოუხატავი, დათრგუნული სურვილები, აი ეს უკვე სერიოზული ამბავია. ამან შეიძლება ბედის კონფიგურაცია შექმნას, ხო? თუ ფსიქოტრაუმებმა არ არის სურსულმა მდგომარეობა, ხო? აი რაღაცა ბედის სცენარის კონფიგურაციაში მაინც და მაინც დიდ როლს ვერ ითამაშებს, აი გამოუხატავი სურვილები ითამაშებს, იმიტომ რომ გამოუხატავი სურვილები, დათრგუნული სურვილები, არარეალიზებული სურვილები მიათრევენ ადამიანს ისეთ სიტუაციებში, სადაც ამ სურვილის რეალიზაცია მოხდება. არ მაგალითად გოგონა, რომელსაც მამის ყურადღება უნდოდა სუდა, აი მოაკლდა მამის ყურადღება, ქონდა ამის ნაკლებობ. შეიძლება ობიექტურად ქონდა, მაგრამ იმ მომენტში ეჩვენებოდა, რომ ნუ არა, არ ყოფნის. ამ შემთხვევაში რა ხდება? შემდეგ თუ სურვილი არ დაკმაყოფილდა, ცდილობს რომ ასე ვთქვათ, იპოვოს ურთიერთობებში მამისნაირი მამაკაცი, იმისთვის რომ ამ სურვილის რეალიზაცია შექმნას. და ამ როდესაც ვამბობთ მამისნაირი, შეიძლება მამის ცხვირის ფორმა ემთხვეოდეს მარტო და მეტი არაფერი, ხო? შეიძლება ხასიათისთვისება ემთხვეოდეს, მაგრამ შეიძლება ემთხვეოდეს აი რაღაცა რამდენიმე დეტალი, რომელმაც შეცდომაში შეიყვანოს. აი ესეთი მარტივი ამბავი და ასე ვთქვათ, კიდევ და კიდევ მის ქცევას განსაზღვრავს ზუსტად აი ეს გაუცნობიერებელი, გამოუხატავი სურვილები. იმისთვის, რომ ეს სურვილები აღმოვაჩინოთ, აქ ცოტა უფრო ფართო ანალიზია ზოგადად ცხოვრების ანალიზი გასაკეთებელი. აი ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრება რეალურად რა სურვილების გამომხატველია, ჩემი ქცევა რა სურვილების გამომხატველია. აი ვითომ ხო ძალიან მინდა ურთიერთობა და ადამიანებთან კომუნიკაცია, მაგრამ ხედავ რომ ადამიანებთან კომუნიკაცია რეალურად ძალიან ცოტა მაქვს, ვარ აბსოლუტურად მარტოობაში, ხო? ამ პირიქით ვამბობ, რომ მიყვარს მარტოობა, საკუთარ თავთან ურთიერთობა, რაღაცა ჩაღრმავება, სულიერება და ნუ აი 24 საათი ვიღაცასთან ერთად ვარ, ხო? სად არის ჩაღრმავება და სულიერება? და ასე შემდეგ. აქ არის უბრალოდ ცხოვრების წესი გასააზრებელი და დასასმელი შეკითხვა. აი რახან ასე ვიქცევი, ხო? ესე იგი რა სურვილების დაკმაყოფილებას ემსახურება ეს ყველაფერი და აი აქედან შეიძლება გავიდეთ დაუკმაყოფილებელ, გამოუხატავ, გაუცნობიერებელ სურვილებზე. ეს ერთი გზა, მეორე გზა უბრალოდ შევიყვანოთ ადამიანი გიპნოზში და პირდაპირ ვკითხოთ მის ქვეცნობიერს. რა გინდა თქო? რატო მიათრევა და ამ ადამიანს რაღაც იმაში, ჯანდაბაში. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები ძირითადი. აი მაგალითად შეუზღუდავი მიღწევების მარათონში მაქვს სისტემური ანალიზი მაგისთვის მოცემული. პირდაპირ ამას ასე ვთქვათ, არ ვასახელებთ, მაგრამ აი მარათონის გავლის შედეგად ყველა აი ამ დაუკმაყოფილებელი სურვილის, ასე ვთქვათ, უსაფრთხო კონტექსტში რეალიზება ხდება, სათბურის პირობებში. როგორ მოხდეთ მარათონში და ამ ვიდეოს მაშინ აღწერაში, სათაურში არის მოცემული ბმული. აი ბმულზე გადადით და არის პროგრამა, ვის მიწეროთ, ასე ვთქვათ, როგორ დარეგისტრირდეთ და ასე შემდეგ. კეთილი.
ანუ მესამე ბარიერი ეს არის, მესამე ტიპის ბარიერი ეს არის გამოუხატავი სურვილები ჩვენი. ხო კიდე რა არის მნიშვნელოვანი გამოუხატავ სურვილებთან დაკავშირებით? ჩვენი ქვეცნობიერი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდეს ამ ურთიერთობის ამ სურვილის დაკმაყოფილებას შემდეგ, ხო? შეიძლება ვერც კი მიაღწიოს ამას. ყოველ შემთხვევაში ადამიანს ჰქონდეს ილუზია, რომ ვერა და ვერ გამოხატა ეს მისი, ასე ვთქვათ, გაუცნობიერებელი სურვილი. კი ბატონო, ჩანაწერი დარჩება. შემდეგი ტიპის ბარიერი ეს არის შემზღუდავი რწმენაწარმოდგენები. ნეგატიურ რწმენაწარმოდგენებს ეძახიან ხოლმე, ნეგატიურ რწმუნებულებებს რაღაცნაირად, მაგრამ ნეგატიური არ არის, შემზღუდავია. რას ქვია შემზღუდავი? შემზღუდავი რწმენაწარმოდგენები არის ისეთი რწმენაწარმოდგენები, რომელიც ზღუდავს შენს არჩევანს, ხო? მაგალითად, ფული იშოვება მძიმე შრომით. იგულისხმება, რომ მარტო მძიმე შრომით იშოვება. ანუ მარტივად ვერ იშოვება. აი მაგალითად რწმენაწარმოდგენა, რომ ფული შეიძლება იშოვებოდეს მძიმე შრომით, შეიძლება იშოვებოდეს მარტივად, შეიძლება იშოვებოდეს, ასე ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში მოგიძიოს რაღაც კეთება, შეიძლება სწრაფად გამოგივიდეს. ან როდესაც რწმენაწარმოდგენა გეუბნება, რომ ასეც შეიძლება, ასეც და ასეც, მაშინ მოიაზრება მთელი, ასე ვთქვათ, მარაო არჩევანების და რეაქციების. ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ესეთი რწმენაწარმოდგენა ხელფეხს გიხსნის, არჩევანს გიხსნის. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ქვეცნობიერად აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომელიც ასე ვთქვათ, იქნება ზუსტად იმის შესაფერისი, რისიც ვჯერა. თუ ჩვენ ვწამს, რომ ფული იშოვება მძიმე შრომით, სულ ისეთ პირობებში, ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებით, ჩვენ თვითონ, ჩვენი გადაწყვეტილებებით, გაუცნობიერებლად აბსოლუტურად, რომ აი სულ მძიმე იქნება ეს ამბავი ჩვენთვის. ან მაგალითად, ოჯახი ეს არის ტანჯვა, ხო? ან რაღაცა პარტნიორული ურთიერთობები, ან ოჯახური ურთიერთობები, ეს არის რთული და მძიმე სამუშაო საკუთარ თავზე, რაღაც ეს რაღაცები, რომ მესმის გული მისკდება ხოლმე. და ფაქტიურად რა ხდება? მე ადამიანი ცდილობს, რომ ზუსტად ეს რეალობა იპოვოს ან შექმნას, ხო? კიდევ და კიდევ, ჩვენი რწმენაწარმოდგენები, შემზღუდავი რწმენაწარმოდგენები შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ეს არის რწმენაწარმოდგენები გარემოს შესახებ და მასში არსებული შესაძლებლობების შესახებ, რისკების შესახებ, საფრთხეების შესახებ. და ასე ვთქვათ, რესურსების შესახებ, ანუ რწმენაწარმოდგენები, რომელიც აგვიღწევს გარემოს, ხო? მაგალითად, როდესაც ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი არ იქნება, ნუ აი შენთვის არასდროს არაფერი არ იქნება. იმისთვის, ვისაც რწმენაწარმოდგენა ცოტა უფრო მოდიფიცირებული აქვს და იცის, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცისთვის არასდროს არაფერი არ იქნება, მაგრამ ვიღაცისთვის იქნება ყველაფერი და ძალიან სწრაფად, ხო? ამ შემთხვევაში ეს მეორე ადამიანი ან შექმნის თვითონ ამ სიტუაციას, ან იპოვის ანალოგიურ სიტუაციას. ხალხო, კიდევ ერთხელ, ეხლა ნუ მომწერთ შეკითხვებს, აზრი არა, ვერ ვკითხულობ. გვექნება შეკითხვებისთვის დრო და აი შემდეგ ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს. მარათონში მონაწილეობას და მარათონთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას შეიძლება გაეცნოთ ბმული სპეციალურად ჩავწერე ამ ვიდეოს აღწერაში. დანარჩენს, აი ეხლა უბრალოდ ვერ ვკითხულობ დრეებს წერთ, ხო? ცოტა ხანი მაცალეთ. შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ესე იგი შევთანხმდით ხო იმ აზრზე, რომ რისიც გვწამს იმის განხორციელებას ვცდილობთ, თუნდაც ეს იყოს საშინელება. და აქ, როგორც წესი, ამას აქვს პირდაპირ კავშირი ადამიანის ცხოვრებისეულ პოზიციასთან. სადაც შეიძლება მივიღოთ 4 ვარიანტი. აი პირობითად რომ დავყოთ, ასე ვთქვათ, ჩემი რწმენები ჩემს შესახებ და სხვა ადამიანების შესახებ, ხო? ჯანსაღი, სულიერი, ფსიქიკური, მენტალური მდგომარეობა ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც მე მჯერა, რომ პრინციპში მე ვარ ღირსეული ადამიანი, ანუ ყოველივე საუკეთესოს ღირსი ამ ცხოვრებაში, როგორც მატერიალურის, ისე არამატერიალურის. და სხვა ადამიანებიც ზოგადად არიან ყოველივე საუკეთესოს ღირსი, ხო, როგორც მატერიალურის, ისე არამატერიალურის.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში მეც პოზიტიური მხრით ვტრიალდები ამ ადამიანებისკენ, ხო და ისინიც ჩემსკენ პოზიტიური მხრით ტრიალდებიან. იმ შემთხვევაში თუ ხო და რა გამოდის, რომ მაშინ ასე ვთქვათ, რესურსულები ვართ ერთმანეთის მიმართ, სწრაფად პოულობთ შემოქმედებით გამოსავალს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადღაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მომართულები ერთმანეთის კეთილდღეობაზე. რომ მეც კარგად ვიყო, შენც კარგად იყო და ასე ვთქვათ, ბიბინიაც კარგად იყოს. ეს არის ყველაზე კონსტრუქციული მოდელი. იმ შემთხვევაში თუ მე მაქვს წმენა წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, რომ მე ვარ გადასარევი, ჩასაყლაპი და ჩასახუტებელი, მაგრამ თქვენ გარშემო ყველანი ხართ, ასე ვთქვათ, არამზადები, ან იდიოტები, კრეტინები, მოკლედ სია შეიძლება უსასრულობამდე გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ადამიანების მიმართ მიქრება თანაგრძნობა. შესაბამისად, მათთვის ტკივილის მიყენება ხდება მარტივი, მათი ღალატი ხდება მარტივი, მათ თავზე გადავლა ხდება მარტივი, მათი გაწირვა ხდება მარტივი. აფს არ გაგონებთ? მაგალითად, ის რომ საქართველოში და რამოცა კავკასიაში ზოგადად ერთ-ერთი მახასიათებელი არის ნარცისიზმი, საკუთარ თავზე დაფიქსირებულობა იმ დოზით, რომ შესაძლებლობა რომ კონდეს ცოლად მოიყვანდა საკუთარ თავს ალბათ ტიპი. მაგრამ ესეც შესაძლებლობა არ არის. ნუ ეხლა თანამედროვე პლასტიკური ხირურგია ისე ვითარდება, რომ შეიძლება როდესღაც გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, მიხვიდე მაჩის ორგანოებში და საკუთარ თავზე დაქორწინდა. ჯვარი გწერია. მაგრამ საუბარი არის რაზე, რომ ყველა დანარჩენის მიმართ, ასე ვთქვათ, ტკივილის მიყენება ხდება ძალიან მარტივი. მათი ინტერესების გათვალისწინება საერთოდ არ მიმდინარეობს არანაირად. ანუ ესეთი ადამიანები საზოგადოებაში ვერ იცხოვრებენ. ან უნდა ეცხოვრებოდნენ რაღაცა მონათმფლობელურ საზოგადოებაში, სადაც უნდა იყვნენ მონათმფლობელები და უნდა ყავდეთ მონები. ან უნდა ცხოვრობდნენ ტყეში სადაც, ხო და ქონდეთ დიდი სარკე ესეთი იმით რა, მოჩუქურთმებული. ბრინჯაოს იმაში ჩასმული. ჯარჯოში. მესამე ტიპის ცხოვრებისეული პოზიცია, ეს არის ცხოვრებისეული პოზიცია, როდესაც მე ვარ ჩემს შესახებ მაქვს, რომ არ ვარ საკმარისად კარგი რატომღაც. საკმაოდ გავრცელებული რაღაცა, ბიჭს ელოდნენ გოგო დაიბადა. ხო და დამოკიდებულება ჰქონდათ ესეთ ზოგ ოჯახში. ხო და მე ეს გოგო ავტომატურად სანამ ნორმალური ტვინის ექიმი შეხვდება, ან რაღაცას აიგითხავს და თვითონ შეეცვლება აზროვნება, ისე ვთქვათ, შეგრძნება აქვს შინაგანად, რომ მან უნდა დაიმსახუროს ეს კეთილდღეობა. აპრიორი კი არ არის მისთვის, ასე ვთქვათ, აპრიორი კი არ არის ღირსი ყოველივე კარგის და საუკეთესოს ცხოვრებაში, როგორც ყველა დანარჩენი. არა, მან უნდა დაიმსახუროს. ბოდიში რომ ვარსებობ დაახლოებით ესეთი თემაა და ესეთი ადამიანი ითმენს მერე ძალიან ბევრს იმისთვის, რომ მას ერთხელ გაუღიმოს ვიღაცამ, ანუ თქვას დედა რა კაი ბიჭი ხარ, რა კაი გოგო ხარ. ესეთი ადამიანები ძალიან მარტივად თმობენ საკუთარ ინტერესებს დაპირისპირების შემთხვევაში. თუ ვინმეა გასაწირი სიტუაციაში, ხო, მზად არიან, რომ რაღაც წვერპის როლი ითამაშონ, იმიტომ რომ თქვენ გარშემო ყველანი გადასარევი და ჩასაყლაპები ხართ და მე ვარ, ასე ვთქვათ, მეორე ხარისხოვანი, მოდი მაშინ მე გამწირეთ რაღა თქვენ, ხო? ანუ ესეთი მსხვერპლის ცხოვრებისეული პოზიცია, უსიყვარულო პოზიცია. ანუ ადამიანი, რომელსაც გონია, რომ ის არ უყვართ, მას არ აფასებენ და იმ შემთხვევაშიც კი თუ გარშემო ობიექტურად არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც ის ძალიან უყვარს და ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი შინაგანი შეგრძნება ეს რაღაცა ცივი, სლიპინა, დამპლური. ხო, რომ აი რაღაცა მაინც ხინჯი გაქვს, ეს ბავშვობიდან მოყოლებული. აი ეს არ აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ უბრალოდ გაბედოს და დასახოს ამბიციური მიზნები. არ აძლევს საშუალებას იმაში, რომ რაღაცა გაბედოს და მელთად მოითხოვოს საკუთარი თავისთვის ნორმალური მომსახურება სადღაც, ხო? და კიდევ ბევრი რაღაცა. ანუ ირჩევს სუც ან უარეს. აი დაახლოებით ესეც რაღაც. და მეოთხე ცხოვრებისეული პოზიცია, სადაც მე მჯერა რომ მეც არ ვარ საკმარისად კარგი, არც თქვენ ხართ მან და მაინც ხო
ხო და ნუ ამ შემთხვევაში დიდი აზრი ასეთი ადამიანის ცხოვრებას არ ექნება, ხო? აი რა აზრი აქვს ცხოვრებას თუ ნუ ესე უიმედოდ გაფუჭებულია ეს სამყაროც, ადამიანებიც, მეც, თქვენც რა აზრი აქვს ფართხალს, საერთოდ, ნუ გაგვაჩინეს ძალით, ცხოვრობ, მე რაღაც დამთავრდება ეს ამბავი და ერთადერთი მაქვს ასე ვთქვათ, ამოცანა, რომ არ ვფხიზლდებოდე და ამას ალკოჰოლით ვაკეთებ, ნარკოტიკით ვაკეთებ, ასე ვთქვათ, ტრანსული მდგომარეობების ადიქციით ვაკეთებ, ანუ რაღაც სურო იმ ასტრალში ხარ, რაღაც არ გამოდიხარ მედიტაციებიდან რა. ფანატიზმში გადავარდნით ვაკეთებ ამას თუ შიზოფრენიით ვაკეთებ, საერთოდ ვიგონებ მოგონილ სამყაროს და ჩემი გადაცხოვრება ხდება შიგნით, ხო? ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თქო, რა ფორმით ავირჩევ აი ესეთ საკუთარი თავის დარეტიანებას იმისთვის, რომ ტკივილს არ გრძნობდე აი ამ პერმანენტული უაზრობის განცდისგან. ხო და აი გლობალურად რო ავიღოთ წმენაწარმოდგენები, ხო? ისინი განსაზღვრავენ ცხოვრებისეულ პოზიციას. ცხოვრებისეული პოზიცია განსაზღვრავს იმას, თუ რას ბედავ შენ ცხოვრებაში, რისი ამბიცია გაქვს, რას ისახავ მიზნად საერთოდ, ხო? რა მიგაჩნია შესაძლებლობის ზღვარად, საერთოდ თუ გაქვს ეს ზღვარი, რის ღირსად მიგაჩნია საკუთარი თავი და ასე შემდეგ. მეორე ტიპის წმენაწარმოდგენები თქვით ხო ერთი რომ ეს პირველი არის გარემოს შესახებ და მეორე ტიპის წმენაწარმოდგენა შემზღუდავი თუ პირიქით ეს არის წმენაწარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ. ხო, აი მაგალითად წმენაწარმოდგენა იმის შესახებ რომ ნუ მე აი ვერასდროს ვერ გამომივა ფულის კეთება ისე როგორც ჭიჭიკოს ვიღაცას, ხო? და რატო ვეკითხები, რა უნდა, ნუ რა არის ამნაირი. უბრალოდ გაიხედ, გამოიხედე ასე ვთქვათ, როგორი ადამიანები ხდებიან ფინანსურად წარმატებულები, ხო? შეიძლება მილიარდერები არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ შეიათ. რა ის არის, რა ქვია, შილერს კითხულობენ ორიგინალში თუ შექსპირს. სად არ მარტივი უნარების ნაკრებია, რომელიც აითვისეს, ხო? ისევე როგორც ფეხბურთის თამაში ჩანგლით ჭამა და მანქანის დარება. მაგრამ ადამიანს აქვს წმენაწარმოდგენა, რომ აი მე ეს ვერ გამომივა. მაგალითად, აი მე ენებისკენ მიდრეკილება არ მაქვს. მამაცხონებლო როგორ ისწავლე მაშინ შენი მშობლიური ენა თუ ენებისკენ არ გაქვს, იმagine ყმუოდე, ხო, პრინციპში თუ მშობლიური ენა აითვისე, ესე იგი ენების ათვისების უნარი გააქვს, შეიძლება რაღაცა მეთოდშია საქმე, ან მასწავლებელში, ან სასწავლო პირობებში, ან კიდე რაღაცაში. შესაბამისად, საკუთარი თავის შესახებ წმენაწარმოდგენები გვიქმნის საკუთარი თავის ხატს. როდესაც მე ვამბობ, რომ მე მაგალითად შემიძლია ვიყო კეთილიც, ბოროტიც, ნიჭიერიც, უნიჭოც, ჭკვიანი, უჭკუო, მობიერი და უნდობელი და ასე შემდეგ, თუ ვაძლევ ჩემს თავს იმის საშუალებას, რომ მე შეიძლება მრავალნაირი ვიყო, ხო? აი მაშინ აი ეს მრავალნაირობა გამომივა. თუ მაქვს ის რომ აი მაინდა-მაინც აი ესეთი ვარ, რაღაც ეს აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი მე ფინანსისტი ვარ. ხო, გასაგებია ეს პროფესია, მაგრამ ვინ ხარ? ადამიანი ვერ გეუნება პროფესიის მიღმა ვინ არის, ხო? ანუ აგ პროფესიულ როლთან აქვს რაღაცა ის იდენტიფიკაცია, რომ და პროფესიის მიღმა, აი ვინ ხარ? ადამიანი, ხო? აი ვინ არის ეს ადამიანი? რაში მდგომარეობს შენი განუმეორებლობა? სად არის? აი შენაირი ადამიანები არასდროს არ არსებობდა და აღარც იარსებებს, ხო? ხო, და რითი ხარ განუმეორებელი ამისთან? რა არის ის, ასე ვთქვათ, რაც არ არის სხვაში. ძალიან ხო მარტივი შეკითხვაა, ხო? თუნდაც აი სახის ფორმა მაქვს ისეთი, როგორც არის, მაგრამ აი ადამიანები სერიოზულად უფიქრდებიან, აი არაფერი არ არის ჩემში ინდივიდუალური. რაც არის ბუნებრივია, მცდარი. შესაბამისად, მეოთხე ტიპის ბარიერები, ეს არის ჩვენი წმენაწარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებისეულ პოზიციას და ჩვენს გაქანებას ცხოვრებაში, ამბიციურობას. ეს ერთი და მეორე, ასე ვთქვათ, იმას თუ რამდენად მოვახდენთ შინაგანი ნიჭიერების რეალიზაციას. ხო შეგიმჩნევიათ, რომ როგორც წესი, პრაქტიკულად ყველა ბავშვია ძალიან ნიჭიერი. მე ეს დეგენერატები საიდან
ჩნდებია, რომელი ქარხანა უშვებს, ძალიან მაინტერესებს. აი ბავშვობაში როდესაც ნიჭიერი იყო, ხო, მე რა დაემართა ამისთან. აი ზუსტად ის დაემართა, რომ მისი რწმენა წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ არის ძალიან ღარიბი, გაღარიბებული. და აი ეს რწმენა წარმოდგენები არ აძლევს მას საშუალებას საკუთარ თავში დაინახოს ეს პოტენციალი და მისი რეალიზების უნარი, ხო? შესაბამისად, რწმენა წარმოდგენებზე მუშაობა, მათი ეკოლოგიზაცია არის ასევე უმნიშვნელოვანესი რამ. აი, შეუძლია მიწევს მარათონში, ზუსტად აი მესამე თუ მეოთხე დღეს გავდებით ზუსტად რწმენა წარმოდგენების ეკოლოგიზაციით, ანუ იმის აღმოჩენით, რაც რწმენა წარმოდგენები გვაბრკოლებს და მათი მოდიფიკაციით. ასე ვთქვათ, როგორ შევცვალოთ რწმენა წარმოდგენა ისე, რომ ადრე თუ მზღუდავდა, ეხლა ასე ვთქვათ, ჩემი არჩევანი გაზარდოს, ხო, ჩემი რეაქციების რეპერტუარი გაიზარდოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. რატო ვამბობ იმას, რომ რწმენა წარმოდგენა უნდა გაძლევდეს საშუალებას, რომ იყოს სხვადასხვანაირი. იმიტომ რომ მაგალითად, გააქვს რწმენა წარმოდგენა, რომ რაღაცა ნეგატიური ადამიანი ხარ, ხო? აი ხარ მარტო ნეგატიური ადამიანი. ფაქტიურად ეს რწმენა წარმოდგენა რას გეუბნება, რომ ხარ უბედური რობოტი. და აიღე და შეცვალე, რომ მე ვარ პოზიტიური ადამიანი. ისევ რობოტი ხარ, როგორც ბედნიერი. ნეგატიურობა არ შეგიძლია. ჯანსაღი მდგომარეობა არის ის, სადაც შეგიძლია იყო ნეგატიურიც, პოზიტიურიც და შენ თვითონ ირჩევ. მაგალითად, პოზიტიურობას, ხო? მაგალითად, აი როდესაც მესმის ხოლმე, ვინმე ძალიან პატიოსანი ადამიანი, ყოველთვის მიშდება შეკითხვა, რატოა პატიოსანი ადამიანი? იმიტომ რომ არ იცის როგორ მოიპაროს, ხო? თუ იმიტომ რომ იცის როგორ ქნას და არ აკეთებს. პატიოსანი ადამიანი არის ის, ვისაც შეუძლია და არ შვება, ხო? ძალიან ბევრი ვიცი, იძახდნენ რომ ძალიან პატიოსანია, მაგრამ მე სიტუაციაში რომ ჩავარდა, აღმოჩნდა რომ არ იცოდა როგორ და ვიღაცამ რო უჩვენა როგორ, შპალიერის ჩამოხია ის გაყიდეს იქიდან, რაც იყო. მარათონში ჩართვა ვისაც გსურთ, ბმულზე ამ ვიდეოს დასახელება სადაც არის, აი მის ქვეშ არის ბმული სპეციალურად მითითებული, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ, მოგწეროთ და ჩემი ასისტენტი დაგარეგისტრირებთ. სამწუხაროდ მე ვერ ვარეგისტრირებ აქედან ადამიანებს. თორემ დიდ სიამოვნებთ. შემდეგ კიდე უფრო მნიშვნელოვანი ბარიერი თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნებით, მეხუთე ადგილას, ეს არის, როდესაც ვარ შედეგობრივ პოზიციაში, ჩემ ცხოვრებაში. აი, არსებობს მიზეზი, ანუ ჩემ ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების, სიტუაციების, კომუნიკაციების, გადაწყვეტილებების მიზეზი ვარ, თუ ის რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში, შედეგში ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრება არის, ასე ვთქვათ, ვიღაცეების მოქმედების და გადაწყვეტილებების შედეგი. ხო? ცოლის, სიდედრის, მთავრობის, აი, სულ ვიღაცას ტენი და აბრალებ რაღაცეებს, რა. რეპტილოიდები, მასონები, ბილ გეიტსი, ის რა ქვია, მოკლედ, სიაგძელია. ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე ჩვენს, ასე ვთქვათ, მაშინ პრობლემებში. ერთხელ მე ჩემი მეგობარი ბათუმში, მოდივარ და ბათუმელი ბიჭი, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა გერმანიაში. მოდივარ და ესე იგი წინა დღით რომელიღაცა ქუჩაზე, არ ვიცი ის ქუჩის დასახელება, აი, ქალაქის ადმინისტრაციამ აი ძალიან ლამაზად მოაპირკეთა რაღაცა, ის სკამები, იქ ნატურები რაღაცა, გესიამოვნებოდა პირდაპირ. ორ დღეში გამოვიდა ჩამონგრეული იყო ყველაფერი, რაღაც ეს ეთყობოდა რომ აი ფეხებით იდგა ზედ ვიღაცა და ჩალეწილი და დანგრეული გამოიარა და ეს მასონებმა ქნეს და ხო მეთქი დავითო. ხო და საუბარი არის რაზე? გლობალურად ვინ ხარ? მიზეზი ხარ, თეთრი ფიგურებით თამაშობ, ასე ვთქვათ, შენ ცხოვრებაში თუ მხოლოდ რეაგირებ იმაზე, რაც ვთქვათ, ხდება. ძალიან ხშირად, როცა ვეკითხები ხოლმე ადამიანებს, აი 10 წელიწადში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, 20 წელიწადში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება. 10 წელიწადში არავინ არ იცის რა მოხდებაო და მეთქი აი თუ გიფიქრიათ როდესმე რომ აი ზუსტად ის მოვლენები
რომლის შესახებაც თქვენ ამბობთ, რომ არ ვიცით რა მოხდება, აი ზუსტად ეს მოვლენები, რომელიც იქ თქვენ გონიათ აბსოლუტური ქაოსის შედეგი, იყო ვიღაცის დაგეგმარების ნაწილი. ანუ ვიღაცამ დაგეგმა შორს. შენ არა. და უბრალოდ ის ვიღაცა რო გეგმავდა, შენ არ გითვალისწინებდა საერთოდ იქ. ხო, მის ინტერესებში. და შექმნა ისეთი რეალობა, რომელშიც შენ აღმოჩნდი და არ მოგეწონა. ბოდიში, შენ გძინავს, ასე ვთქვათ, სამი დღის იგი არ ფიქრობდა. ისაბამისად იმისთვის რომ გადავიდეთ, ასე ვთქვათ, ეს შედეგის პოზიციიდან, ესეთი რა აპამპულავებს ცხოვრება იქით-აქ. აი ესეთი ადამიანის პოზიციიდან მიზეზობრივ პოზიციაში, რომ პროაქტიულად დავიწყოთ ცხოვრებასთან თამაში თეთრი ფიგურებით, ანუ ჩვენი ნაბიჯებით განსაზღვროთ რეალობა, ყოველ შემთხვევაში თანამონაწილე გავხდეთ იმ რეალობის შექმნის, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, სოციალური რეალობა იქნება ეს ფიზიკური სულიერი. ამ შემთხვევაში გჭირდება გრძელვადიანი ხედვა ჩვენი ცხოვრების. იდეაში იმის გააზრება, როგორ ცხოვრება მინდა რომ გამომივიდეს. გასაგებია, რომ ყოველ 3-4 წელიწადში ღირებულებები გვეცვლება, ევოლუციას განიცდის და ესე ვთქვათ, ჩვენი მომავლის ხატიც კორექტირდება. მაგრამ არ ამგონია პრინციპულად ამოტრიალდეს და სულ სხვა რაღაცა მოგინდეს, ხო? შეიძლება რაღაც კორექტივები შევიდეს, მაგრამ არ არის ისეთი რევოლუციური. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვაქვს ჩვენი ცხოვრების ხედვა, აი წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ჯადოსნური დროის მანქანით აღმოჩნდით ძალიან შორს მომავალში. და ხვდებით საკუთარ თავს იქ, რომელიც არის ხნიერი, მაგრამ გადასარევ ფორმაში. გადასარევ ფიზიკურ ჩვენივრად გამოიყურება მენტალური ფორმაც, მარაზმი არა აქვს დაწყებული, არც ემუქრება. ხო და აი წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანის თვალით იხსენებთ გამოვლილ ცხოვრებას. რა გაძლევდა ცხოვრების мотиваციას, რა გიქმნიდა ცხოვრების ინტერესს, რა აღვიძებდა თქვენს ცნობის მოყვარეობას, რა გახარებდათ, რა გაბედნიერებდათ, რა მიღწევები გეამაყებათ, ხო? რა დაძლიეთ თქვენ ცხოვრებაში და ესეც გეამაყებათ, რა შექმენით ისეთი, რაც ასე ვთქვათ, თქვენს ბიოგრაფიას გაცდება და თქვენ შემდეგ დარჩება და განაგრძობს არსებობას და ასე შემდეგ. აი, როდესაც მომავლიდან წარმოვიდგენთ, აი, გარდაცვალებასთან მიახლოებული წერტილიდან, საიდანღაც და წარმოიდგინეთ, რომ აი, ისე იცხოვრეთ ცხოვრება აბსოლუტური დაკმაყოფილებულობის განცდა გაქვს. და აი, მომავლიდან რო დავგეგმოთ თუნდაც ღირებულებების დონეზე. გასაგებია, რომ კონკრეტული მიზნები 30 წლით ნაკლებად, მაგრამ ღირებულებები მარტივად იგეგმება ამ შემთხვევაში, ხო? აი, მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვიჩნდება გრძელვადიანი ხედვა, როდესაც ჩვენ ცხოვრებას ვაძლევთ სტრატეგიული პროექტის სახეს, აი ამ შემთხვევაში ხდებით ის ადამიანი, რომელიც მიზეზის როლს თამაშობს და არა შედეგის. იმედი ეს ამბავი გასაგებია, ხო? მოკლედ, იმ შემთხვევაში თუ აი არ ვიცი რა მოხდება და როგორ დავგეგმო, წარმოიდგინეთ, რომ აი წახვედით წინ მომავალში და იქიდან უყურებთ. და უბრალოდ წარმოიდგინეთ, აი ვითომ ძალიან დიდი კმაყოფილების განცდით უყურებთ მომავლიდან გამოვლილ ცხოვრებას და ხართ 100 წლის, ხო? რაც შეიძლება რეალობა გახდეს, თუ ესე განვითარდა მედიცინა და ვიღაცეებმა კაცობრიობას განვითარება არ შეუშალეს და არ მოსპეს საერთოდ კაცობრიობა. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ მივალთ მანდამდე, როდესაც ხანგრძლივი ცხოვრება იქნება ნორმა. და წარმოიდგინეთ, რომ იქიდან ათვალიერებს საკუთარ ცხოვრებას, ხო? აი, რა შემთხვევაში გექნებათ აბსოლუტური კმაყოფილების განცდა, რა შემთხვევაში იტყვით, რომ აი, ესე უნდა ეცხოვრა ადამიანი. და აი ეს ჩამოგიყალიბებთ გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომელზეც არის სხვათა შორის დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ველური ბუნების პირობებში ორგანიზმის ცხოვრების ხანგრძლივობის ერთ-ერთი ფაქტორი არის მისი დაგეგმარების ჰორიზონტი. ბაყაყი გაცილებით უფრო ახლოს გეგმავს ცხოვრებას, ვიდრე ყვავი, მაგალითად, იმიტომ ცხოვრობს ყვავი ძალიან დიდ ხანს, ბაყაყი ძალიან ცოტა ხანს. ერთ-ერთი ფაქტორი, არა ერთადერთი ბუნებრივია, ხო?
და მაგალითად მე მონაწილეობდი ერთხელ სტუმრის სტატუსით ერთ-ერთ კონფერენციაში, ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ხალხი სერიოზულად ბჭობდა იმაზე, თუ როგორ აპირებს ეს ქვეყანა ცხოვრებას 100 წელიწადში. 10 წელიწადში კი არა, 100 წელიწადში. ასე ვთქვათ, რა ღირებულებების ევოლუცია უნდა გაიაროს, საერთოდ როგორ უნდა. სავარაუდოდ იცხოვრებენ მას. შეიძლება რაღაც კორექტივები შევა, მაგრამ ზოგადად, ასე ვთქვათ, დაახლოებით 60-70% ყველა ვარიანტში მოხდება ამის რეალიზაცია, იმიტომ რომ ეხლა ის რეალობა, რა რეალობაშიც ისინი ცხოვრობენ, დაიგეგმა 100 წლის წინ, ხო? ანალოგიურად, ასე ვთქვათ, მათ დაგეგმეს ის კეთილდღეობა, რაც გააჩნიათ დღეს. შესაბამისად, კიდევ ერთი ბარიერი არის, ასე ვთქვათ, პერსპექტივის გაურკვევლობა. საერთოდ რა ღირებულებების დონეზეც კი არ მესმის სად მივდივარ და რას ვავითარებ, მომავლის ხედვა თუ არ მაქვს, ხო? იმიტომ რომ თუ მომავლის ხედვა არ მაქვს, მაშინ გაუგებარი ხდება, საერთოდ რისთვის უნდა ვაკეთო ეს გაუგებარი სხეულის მოძრაობები, სახელწოდებით ვიმუშაო, შვილები გავაჩინო და აი ეს ყველაფერი რისთვის? სად მივდივარ, რას ვაკეთებ? გრძელვადიანი ხედვა ქმნის მიზეზობრიობის სტატუსს ჩვენ ცხოვრებაში. ხო, აი მიზეზი ვხდები მაშინ იმისა თუ ჩვენ ცხოვრებაში რა ხდება. მე-6 ადგილზე, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბარიერი, ეს არის შინაგანი დაგსაქსულობა ადამიანის. ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პერსონაჟთა ერთობლიობა. აი მაგალითად, რაღაც კომპანიაში, ორგანიზაციაში არის სამუშაო გუნდი, ხო? აი წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანშიც არის ესეთი სამუშაო გუნდი. და აი მისი სხვადასხვა ნაწილები, ადამიანის ქვეცნობიერი სხვადასხვა ნაწილები პასუხისმგებელია ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე. მაგალითად, არსებობს ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანმრთელობაზე, იმუნური სისტემის მუშაობაზე, არის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსურ კეთილდღეობაზე, არის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობებზე, სექსუალურობაზე, ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაცა ვიწრო კონტექსტებზე იყოს პასუხისმგებელი ქვეცნობიერის რაღაცა ნაწილი, შეიძლება გლობალურად იყოს რაღაცა ცხოვრების მთლიანად მთელ სფეროზე პასუხისმგებელი და ხანდახან ხდება ისე, რომ არამც თუ შეკრულობა არ არის, შეთამაშებულობა აი ამ ადამიანის სხვადასხვა ნაწილებს შორის, რაც გულისხმობს რას, რომ ადამიანის სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს უზიარებენ რესურსებს. მაგალითად, სამსახურში, სამსახურეობრივ როლში ვარ ძალიან აქტიური, ლიდერული და ისეთი ძალიან შედეგიანი მოკლედ. და შემიძლია ეს ყველაფერი გადმოვიტანო, მაგალითად, როდესაც ვერთობი, ხო? აი ეს მიზანდასახულობა, ლიდერულობა და აქტიურობა შეიძლება ფეხბურთის თამაშის დროს გამოვიყენო, ეს ყველაფერი აქეთ წამოვიღო, ხო? ან მაგალითად, გადასარევად უკრავ რაღაცა მუსიკალურ საკრავებზე და ვიმპროვიზირებ მშვენივრად გადასარევ. ამ დროს შემიძლია აი ეს იმპროვიზაციის უნარი წამოვიყვანო მაგალითად სექსუალურ ცხოვრებაში და ჩემი სექსუალური ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი. როდესაც ჩვენი პიროვნების სხვა რა პიროვნება ეს არის ნიღაბი, ხო? აი ჩვენი ქვეცნობიერის ნაწილები, როდესაც არის ერთმანეთთან შეთამაშებული და შეკრული, მაშინ ისინი უზიარებენ ერთმანეთს თავის ძლიერ მხარეებს, ინსტრუმენტებს, რესურსებს და არსებობს ესეთი ცნება გუნდის ემერჯენტული თვისებები. ანუ აი წარმოვიდგინოთ სამუშაო გუნდი, ხო? ადამიანებს ცალ-ცალკე აქვთ რაღაცა თვისებები. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გუნდი ერთად იკვრება, იქმნება რაღაცა ისეთი გუნდური თვისებები, რომელიც ცალ-ცალკე არავის არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის შინაგანი ნაწილები არის ესეთი შეთამაშებული, მას უჩნდება ისეთი თვისებები, რომლებიც მას აძლევს საშუალებას ზეშედეგიანობა შექმნას მის ცხოვრებაში. ისეთი რაღაცეები აკეთოს, რომ თვითონაც არ მოელოდეს საკუთარი თავისგან, რომ თურმე აი ეს შემიძლია. მაგრამ ბარიერს შეიძლება ქმნიდეს, ასე ვთქვათ, არა მარტო ეს შეუთამაშებლობა, არამედ დაგსაქსულობა, დაპირისპირებულობა ერთმანეთს ამ პერსონაჟების შინაგანი, ხო, ამ ნაწილების, ამ როლების. მაგალითად, ვარ დაოჯახებული და ასე ვთქვათ, ჩემი შინაგანი მეუღლე მიმექაჩება აქეთ ერთგულებისკენ.
მაგრამ ჩემი შინაგანი რომანტიკოსი იხედება სხვაგან, მარცხნივ, მარჯვნივ, კაბის ქვემოთ, კაბის ზემოთ, ხო? ამ შემთხვევაში რა ხდება? ესენი არიან ერთმანეთთან ჭიდაობაში, მაქვს შინაგანი კონფლიქტი და სანამ მაქვს ეს შინაგანი კონფლიქტი, ხდება რა? ჩემს ენერგიას და ჩემს რესურსებს ხარჯავ საკუთარი თავის დათრგუნვაში. მაგალითად, არა მე ერთგული უნდა ვიყო, ხო? მაგრამ ეს შინაგანი რომანტიკოსი არ დაკმაყოფილებულა. მარტივი რაღაცა მოხდება, დავთვრები, უგონოთ, ხო? და მე დილით აღმოჩნდება, რომ ისეთი რაღაცები მაქვს ნაკეთები, რომ ნუ აი ძალიან საპირისპირო იყო ამ ერთგულების. ან აქეთ წამოვედი, გადავწყვიტე, რომ ცოლს უღალატო მაგალითად. ხო? მაგრამ უცებ გამიშთა რაღაცა სხეულში ხდება რაღაცა სომატური სიმპტომი, დაავადება, ერთგული ქმარი მირახუნეს, ხო? ან მაგალითად მინდა კარიერა, მაგრამ კონფლიქტი მაქვს, რომ მაშინ ოჯახს უნდა მოვწყდა, ისეთ ყურადღებას ვეღარ მივაქცევ ბავშვებს მაგალითად, ხო? ანუ ან ნებისმიერ შემთხვევაში თუ გვაქვს აი ესეთი ურთიერთობა ჩვენ შიგნით, რომ ან ესეთი უნდა ვიყო, ან ესეთი უნდა ვიყო, ან ეს როლი, ან ეს როლი. როდესაც მჯერა რომ ორივე როლი თანაბრად ვერ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს, ხო? ისე რომ ეს იყოს მისაღები აბსოლუტურად მთლიანად ჩემი შინაგანი გუნდისთვის, აი მანამდე ვიქნები შინაგანი ომის მდგომარეობაში. და აი ეს ძალიან სერიოზული ბარიერია. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი სოციალური როლების მაგალითები ავიღეთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ნაწილები, რომელიც არანაირ როლთან არ არის საერთოდ კავშირში, ხო? მაგალითად, ბავშვობაში მამამ დიდი ფული იშოვა და მე შეექმნა დიდი პრობლემები. ხო და მთელ ოჯახს გვეჟინო და გაიხანი, ვიმალებოდით რაღაც. მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი რაღაც. ჩემში ჩამოყალიბდა ნაწილი, ქვეცნობიერში ჩამოყალიბდა ნაწილი, რომელმაც იტვირთა ჩემი დაცვა, რომ არასდროს აღარ აღმოჩნდები ასეთ სიტუაციაში. და იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციაში აღარასდროს არ აღმოჩნდე, დიდი ფულისგან რაც შეიძლება შორს უნდა დავიჭირო თავი. და ჩემში ჩამოყალიბდა პერსონაჟი, რომელსაც პირდაპირი დავალება აქვს. მისი არსებობის მიზანია გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ დიდ ფულთან ზედ ვერ მივიდე ვერასდროს. ან თუ მივედი შემთხვევით, ხო? რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდე ამ დიდი ფულით. და ამ დროს მე მიჩნდება, ისა რა ქვია, ფინანსური წინსვლის მიზნები და ამბიციები, ხო? ყალიბდება ესეთი ორი ნაწილი. ერთს უნდა მეტი ფული, მეორე ამბობს, რომ ეს ძალიან საშიშია და არ მაძლევს საშუალებას და აი ეს ხდება, ასე ვთქვათ, იმის მიზეზი მერე, რომ ადამიანი ვერ აღწევს ქრონიკულად დასახულ მიზნებს. რაღაცა თან გამოიყურება ეს რაღაც ძალიან უცნაურად გამოიყურება ხოლმე რა. უცნაურობაში რაც გულისხმობ. აი რო იწყებ რაღაცის კეთებას და უცებ მოვლენები რო ტრიალდება ისე რა. აი მაგალითად დაგიგმე ფულის გადადება, ხო? და უცებ ნათესავებს ეწყებათ რაღაცა პრობლემები. რო იძულებული ხარ რომ ეს დაგროვილი ფული იქით მიცე. შენ თუ არ ხარჯავ, ხო? რაღაცა სიტუაცია იქნება, რომელიც ძალით გახარჯვინებს ამ ფულს. შენ ხარ ამის ავტორი. აქ ცოტა სხვა მექანიზმია ეს ფსიქოლოგიასთან ცოტა არ არის კავშირში, მაგრამ მაინც ერთი ვიცოდეთ, რომ თუ მაქვს ეს შინაგანი პერსონაჟი, თუ მყავს ესეთი, ის თავის მიზნის განხორციელებას ეცდება ყველანაირად. ამიტომ აი შინაგანი კონფლიქტი, ეს არის ფაქტიურად შინაგანი ომის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება შევადაროთ ავტომობილს, სადაც ერთდროულად დავაჭირეთ, ასე ვქვია, აქსელერატორს, გაზს და მუხრუჭს. საწვავი იწვება, იხარჯება, წინსვლა 0. და ამ დროს გაქვს ესეთი შთაბეჭდილება, რომ ძალიან აქტიური ხარ, ძალიან ესეთი შინაგანად მდიდარი ცხოვრებით ცხოვრობ, სინამდვილეში გარედან რომ შემოგხედოს ადამიანმა, ხო, აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოძრაობებს აკეთებს რაღაც, გაუგებარს. ამიტომ შინაგანი კონფლიქტები, აი ეს მეს დაგსაქსულობა არის ზუსტად კიდევ ერთი მნიშვნელოვანესი ბარიერი. და ჩვენს მარათონში, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, ამაზეც მუშაობ. გარდა ამისა, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში
აი ვინც მოაწილეობდა ის მე ჩუმჩუმად წერენ ხოლმე პირადში ეს უკავშირს ისე არ იძახიან ხოლმე. ყველა ადამიანს აქვს მომავლის პროგნოზირების უნარი. და ასე ვთქვათ, ყოველ ადამიანში ცხოვრობს პირობითად რო ვთქვათ, ხო, პერსონაჟი, რომელსაც აქვს მომავლის ვარიანტების განჭვრეტის უნარი, იმისთვის რომ უკეთესად მოემზადოს. ეს არის გადარჩენის მექანიზმის ნაწილი. აი პირობითად რო ვთქვათ, წარმოიდგინეთ მატარებელი, რომელიც მიდის ძალიან დიდი სიჩქარით. და ამ მატარებელში ორი პერსონაჟი ზის. ერთი ზის შიგნით და ხედავს ფანჯრიდან პეიზაჟის ნაწყვეტებს ეს. მეორე პერსონაჟი ზის მატარებლის სახურავს და გადასარევად ხედავს სად მიდის მატარებელი, საერთოდ არის თუ არა იქ ლიანდაგი, არის თუ არა შლაგბაუმები, ანუ პერსპექტივას ხედავს. აი მარათონში ვაკეთებთ ეს ძალიან საინტერესო რაღაცას, აი ამ ორს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. ასე ვთქვათ, რომ ინფორმაცია მომავლის განვითარების ვარიანტების შესახებ პირდაპირ შედიოდეს გადაწყვეტილებების მიღების სტრატეგიებში, რაც გაძლევს საშუალებას დროულად აღმოაჩინო რისკები და საფრთხეები, დროულად აღმოაჩინო აი ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, იყნოსო სანამ დანარჩენებს ძინავთ. ამიტომ შემოგვიერთდით, ბმულზე გადადით, რომელიც არის იმაში მითითებული ამ ვიდეოს აღწერის ქვეშ არის ბმული სპეციალურად, აი შეგიძლიათ იქ. ან შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ საერთოდ, ჩემს page-ზე გამოიწერეთ ეს გვერდი და ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ამ მარათონის პროგრამა ეს შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონი. და ბოლო ბარიერი, ასე ვთქვათ, ხო? ნუ ბოლო როგორ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის უაზრო ცხოვრების წესით ცხოვრება. როდესაც შენი ცხოვრება არის, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების წესი არ მოიაზრებს იმის გააზრებას თუ რისთვის ცხოვრობ. ამას წინ უდგას ხოლმე ის, რომ ადამიანებს აჯერებენ, რომ არსებობს სადღაც რაღაცა ცხოვრების მზა საზრისები. ხო? აი ცხოვრების აზრი არის იმაში, რომ ძოლი მოიყვანო, შვილები გააჩინო, რაღაცა სახლი ააშენო და ნუ ხო, წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი ქენი და გრძელდება ეს შემდეგი 30 წელი. ნუ აი მოგვეზდება ძალიან მალე, ხო? როდესაც ვიაზრებთ იმას, რომ საზრისი არის ის, რასაც მუდმივად ქმნი და შეიძლება იყოს 1 კი არა 20. ანუ შენ თვითონ ქმნი ამას, იმიტომ რომ თავისუფლებას რეალურად გაძლევს ის, რომ შეგიძლია ჯერ იმის გაგება, რომ საერთოდ შეგიძლია შენ თვითონ შექმნას საზრისი, ხო? შენი ცხოვრების მოტივატორი, დრაივერი, რისთვის. და საინტერესო არის ის, რომ როგორც კი შენ გადაწყვეტ შინაგანად, რომ მოდი მე შევქმნი ჩემი ცხოვრების საზრის, უეცრად, ძალიან სწრაფად ხოლმე, ძალიან მალე ადამიანები აღმოაჩენენ ძალიან, ანუ მათ ეს ძალიან საინტერესო მისტიური, ტრანსცენდენტული გამოცდილება აქვთ ხოლმე. როდესაც ხვდებიან, რომ ნუ მარტო აქაურობით არ შემოიფარგლება, ასე ვთქვათ, ყოფიერება და მათი ცხოვრების საზრისი, რომელსაც ისინი ქმნიან, აი მათ უჩნდება ძალიან მკაფიო, გასაგები და შეგრძნებითი აღქმა იმისა, რომ ეს არის რაღაცა ძალიან უფრო დიდი და ღრმა და საინტერესო ისტორიის ნაწილი. შესაბამისად, იმისთვის, რომ საზრისი შევქმნათ, ხო? აქ ჭირდება 3 ნაბიჯის გაკეთება მენტალურის. ნუ თუ ვიძახით აი ისეთ რაღაცეებზე, რაც შეიძლება ესეთ ჯანგლის წვერზე მოვსინჯოთ ახლა და ვილაპარაკოთ, ხო? ეს არის პირველი, რაში მდგომარეობს ჩემი ინდივიდუალურობა, რითი ვარ განუმეორებელი? მეორე, მე როგორც ვარ ასეთ, ჩემი განუმეორებლობით, ჩემი ინდივიდუალურობით, ჩემი მრავალფეროვნებით, რაში ვჭირდები ამ სამყაროს? აქედან გებულობთ მისიას, იმიტომ რომ მისია რა არის? მისია ეს არის რაღაცის შეცნობა და მე რაღაცის გაკეთება, ხო? და ეს ორი მომენტი სულ მონაცვლეობს ჩვენ ცხოვრებაში. რაღაცის შეცნობა ხდება, მე შეცნობილის
ნიადაგზე ხდება მოქმედება. აქედან გებულობთ, რა შევჭირდება მაგალითად, უახლოესი კონტექსტიდან ავიღოთ, ხო? ისეთი როგორიც ვარ, მე, ჩემი განუმეორებლობით, არა უბრალოდ ჩემს სოციალურ როლში, როგორც მამა, როგორც ცოლი, დედა და ასე შემდეგ, ხო? მე ჩემი განუმეორებლობით, რა შევჭირდები ჩემ ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, კაცობრიობას ზოგადად, ხო? ასე ვთქვათ, რა ფუნქციას ვასრულებ? რა შემოქმედებით ფუნქციას ვასრულებ? და ამის შემდეგ სვავ ესეთ კითხვას და მე რა შემჭირდება ეს ყველაფერი, ხო? ეს დრო, სივრცე, სამყარო, რომელშიც ვარ. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ესეთი მიწის ნაკვეთი მოგცეს და ინსტრუმენტები. ან მოგცეს საღებავები, ფუნჯები და ტილო. და გითხრეს, აჰა, რაც გინდა ის გიქნია. ხო და რა შემჭირდება მე ეს სამყარო, ეს ცხოვრება, ეს დრო, ეს ადამიანები, ეს ყველაფერი, ხო? მე რისთვის ვჭირდება, მე რას ველი აქედან. და აქედან ვიწყებთ საზრისის შექმნას, მაგრამ მარათონში უფრო ღრმად ვაკეთებ ამას. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ გვაქვს საშუალება ეს 3 კვირის განმავლობაში, ეს 21 დღე, სახს ვაშენებ, ხო? ჯერ ჭაობ იმას, რა ქვია, დაჭაობებული ადგილი როაჯერ იმას აშრობ, მე საძირკველის გათხრა ხდება, ფუნდამენტის ჩასხმა და მე ფენა დება მაგურებს და ასე ვთქვათ, ზუსტად ესე მივდივართ, ქაოტური ხასიათი არ აქვს მუშაობას, როდესაც ნაბიჯ მიყვები ძალიან სისტემური და ისეთი მდგრადი შედეგიანობა გაქვს. ცხოვრება ტრიალდება უკეთესობისკენ და დღითი დღე ხედავ რომ ხდება სულ უფრო და უფრო უმჯობესი. სულ უფრო და უფრო გაუმჯობესებული. ეს არის პრინციპში ის ბარიერები რეალურად, რაც რეალურად არის დასამუშავებელი. ყველაფერი დანარჩენი, ხო? არის ფაკულტატიური. შეიძლება დავამუშავოთ, შეიძლება არ დავამუშავოთ, მაგრამ ეს რაღაცეები არის შესასწავლი აღსაქმელი საკუთარ თავში და შესაძლებელი. ახლა თუ გაქვთ შეკითხვები, მომწერეთ. ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე პირად კონსულტაციაზე როგორ შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან. პირველი, მუშაობ ონლაინ. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ისეთ იმდენად გადატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ მაქვს, ასე ვთქვათ, პირადი კონსულტაციებისთვის ნახევარი დღე ბუკვალურად, ხო? 4 ადამიანის მიღება შემიძლია. კვირაში ერთხელ. ამისთვის ამ გვერდის პირადში უნდა მომწეროთ და ჩემი ასისტენტი, რომელიც ფლობს ჩემს განრიგებს ამ შემთხვევაში. გეტყვით, სად არის ეს შესაძლებლობა. ასეთი ამბები. ახლა თუ გვაქვს რამდენი საათი და 20 წუთი ვსაუბრობთ, მე მგონი, ხო? თუ გვაქვს რაიმე შეკითხვები. დავწეროთ. შეგვიძლია კიდე სადაც 20-30 წუთი დავუთმოთ ამ ამბავს ალბათ. თუ შეკითხვები არ გვაქვს, ერთიანათამდე რამდენად საინტერესო და აქტუალური იყო თქვენთვის დღევანდელი ლაივი და შეგვიძლია რომის არდადეგებში რომ ვიცეკვოთ გასასვლელისკენ. ვეცნობიერთან კავშირი რა ხერხებით ხდება? მილიონი. ხატვა, ძერწვა, ცეკვა, გიპნოზი, ისე საუბარი. ხელოვნება მაგალითად სუმთლიანად მასთან არის ვეცნობიერთან კომუნიკაცია. Так. საინტერესო კომენტარი. ჩემი ფოთლი აშლილობის შემადგენელია ის მომენტი, რომ რისთვის ვარ ამ ცხოვრებაში და ალბათ ეს ძალიან საჭირო მარათონი იქნება ამ მხრივ. დაახლოებით ხვდები რაზეა საუბარი, მაგრამ მოდი ამაზე ვისაუბროთ სხვა კონტექსტში. თორემ ინკვიზიცია დაგწვავს.
ჰიპნოზით ქვეცნობიერში ჩახედვა რა დამიჯდება? ჰიპნოზით ქვეცნობიერში ჩახედვა, ისე ტყუილ უბრალოდ ძალიან არასასურველი რამეა, რომ ეს ჩახედვა, ექსკურსიის მიზნით კაი არ გამოიერო. მობრძანდით მარათონში, რომელიც უფრო იაფია ვიდრე ჩემი პირადი კონსულტაცია. და ისწავლით საკუთარ ქვეცნობიერთან კომუნიკაციის ისეთ მეთოდებს, რომელიც მოგცემს საშუალებას პრაქტიკულად ამ მარათონში არის უნივერსალური სასრული თვითკმარი რაოდენობით მოცემული ის ინსტრუმენტები, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ მართოთ საკუთარი ცხოვრება. თავიდან მიზანი ეს ზუსტად ესე. Так, წავიკითხოთ აბა თქვენ თქვით რომ ფულის შეგროვებისას რაღაცაზე გეხარჯება გაუთვალისწინებელზე ეს ფსიქოლოგიური არ არის სხვა ფაქტორიაო რას გულისხმობდით სწორად გავიგე. ნუ მოდი ვთქვათ ესე. ჩვენ გვაქვს უნარი რომ ალტერნატიულ რეალობაში დაუკავშირდეთ სხვა ადამიანებს. ხო და აი მე მაქვს ესეთი მიზანი რომ აი ქვეცნობიერი მიზანია, ჩვენ ქვეცნობიერს აქვს მიზანი ეს ფული მოიშოროს. ჩემი ქვეცნობიერი უკავშირდება ვიღაცის ქვეცნობიერს და თხოვს რა, მოდი რაღაცა პრობლემა შექმენი ისეთი, რომ მე უარი ვერ გითხრა ფულის მოცემაზე. მე ჩდება პრობლემა. დაიკითხეთ რუპერტ შელდრეიკის ნაშრომები დედამიწის მორფოგენეტიკურ ველებთან დაკავშირებით. აი ძალიან გადასარევად აქვს ეს ამბები. თუ ის გაქვთ დასამუშავებელი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული მისია და საზრისი კი მარათონში ამას დაამუშავეთ. კეთილი და პატიოსანი. აი ესეთი გრძელი ლაივი გავაკეთეთ. პატარ-პატარა ვიდეოებისგან განსხვავებით, ყოველ დღე რასაც ვაკეთებ, ის არის 5-10 წუთიანი, იქ არის კონკრეტული ხერხი, კონკრეტული ინსტრუმენტი, რაღაცა კონკრეტული პრობლემა უცებ. პლასკა გუქს გავს, რა იმას რა ქვია, ტყელტუჩას. უცებ დაუჭირო ბოლტები twins. ხო და დღეს ცოტა უფრო ღრმად წავედით. როგორ შეიძლება დათქმული სურვილებისგან გათავისუფლება? გააზრებით და ასე ვთქვათ ამ სურვილებისთვის ჯანსაღი მიმართულების მიცემს. მაგალითად, ბავშვობიდან მქონდა სურვილი ვიღაცისთვის ჩამერტყა. აგრესიის გამოხატვის სურვილია, ხო? მაგრამ ხო შეიძლება ეს აგრესიის გამოხატვის სურვილი ისევ მართო, რომ მაგალითად ეს იყოს შეჯიბრებითობის უნარის განვითარება, ეს ხო აგრესია, კონკურენცია ხო აგრესია, ხო? ჯანსაღია, ხო? ერთმანეთს რომ რაღაცა გენიტალიებს არ ვაგლეჭთ. კონკურენციის დროს პირიქით ხანდახან ერთმანეთს ვეხმარებით, ასე ვთქვათ, ჯანსაღი კონკურენცია მოიაზრება, რომ ესეთი ფორმით ერთმანეთს ვეხმარებით, ხო? შეიძლება აქეთ გაუშვოთ. ასე ვთქვათ, გამოუხატავი სურვილი ეს არის წარმოგიდგენთ ძალიან მაგარი, კარგი ცხენი, რომელიც ჯერ არის გახედნილი. რო გახედნით, მე იმუშავებს თქვენზე. მე ეგეც ხომ ფსიქოლოგიურია ვიღაცამ წერს. რა გინდათ მითხრათ, რომ 200 კილომეტრზე სურვილის გადაცემა ფსიქოლოგიურია? კი ბატონო. იყოს მას. ეთილი, ნუ მე მგონი ამოვწურეთ, რახან ისეთი მაინდა-მაინც პრინციპული შეკითხვები აღარ გვაქვს. კიდევ ერთხელ, შეუზღუდავი მიღწევების მარათონს ვიწყებთ 23-ში, 23 მაისს, გაგრძელდება 3 კვირის განმავლობაში, ამ 3 კვირის განმავლობაში, ესე იგი 4 ლაივი გვაქვს, გრძელი ლაივები. დანარჩენ დღეებში ეს არის ვიდეო ჩანაწერები, სადაც არის სავარჯიშოები, რომელსაც აკეთებ. პლუს ამასთან ერთად გაქვთ მუდმივი კავშირი ჩემთან, სპეციალურ ჩატში, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ შეკითხვას დამისვათ და მე გაგცემთ პასუხს. გარდა ამისა, მარათონში არის სპეციალური მედიტაცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერის დამატებითი რესურსები აამოქმედოთ და თქვენი ქვეცნობიერი არა მარტო შემოირიგოთ, არამედ, ასე ვთქვათ,
ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორადაც გადააქციოთ თქვენ შინაგან გუნდში. და კიდევ რა, ძირთადად ეს არის, მოკლედ. დროის ინვესტიციას რაც ეხება, ხო? აი და 20 წუთიდან 40 წუთამდე ჭირდებათ ხოლმე დავალებებზე, რომელიც იქნება გასაკეთებელი. ხელმისაწვდომობა, ესე იგი 21 დღე გრძელდება, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ჩატარდება ეს ამბავი. 21 დღის განმავლობაში გაქვთ წვდომა პლუს კიდევ 21 დღე. ხო, თუ რაღაცეები ვერ მოასწავით. მერე აღარ. ამიტომ, ასე ვთქვათ, მარათონის ფორმატი იგულისხმობს, ასე ვთქვათ, ცოტაოდენ დისციპლინას. ამ გვერდზე შეგიძლიათ მომწეროთ, ხო, page-ი ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე, ამ გვერდში მომწეროთ, გინდა პირად კონსულტაციასთან დაკავშირებით და გინდათ მარათონთან დაკავშირებით პირადი კონსულტაცია კიდევ ამბობ, აი ესეთი გადაჭედილი ვარ გრაფიკში, რომ ხანდახან უწევთ ხოლმე ცოტა დალოდება, ამიტომ თუ რაღაცა მწვავეა, მეცადეთ რომ ნახოთ სხვა სპეციალისტი. ლუდომანიის პრობლემასთან მუშაობთ და დადებით შედეგები როგორია? არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ, ბოლოს როდის ვყავდა ეგეთი კლიენტი. თუ ფსიქიატრიული დიაგნოზი არ არის, პრინციპში ყველაფერთან მუშაობ. რაც შეეხება მარათონი როგორ ტარდება, ესე იგი ლაივები როცა გვაქვს, ტარდება 9 საათზე საღამოს და რჩება ჩანაწერი, ჩვეულებრივად, ვერ მოასწრებ 9 საათზე ნახავ. დანარჩენი კიდე ჩანაწერში დევს და დღეღამის ნებისმიერ მომენტში შეგიძლია აკეთო. სულ არის ხელმისაწვდომი. ისე არ არის, რომ აი, მაგალითად, აი უნდა დაესწრო მაინდა-მაინც აი ამ დროს. არა, ნებისმიერ დროს შეგიძლია. კიდევ ერთხელ მონაწილეობა ვისაც გსურს მარათონში, გადავდივართ ბმულზე, აი ამ ვიდეოს დასახელების ქვეშ არის Facebook-ის ბმული და იქ არის ივენთი. მანდ არის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ თავიდან ბოლომდე აღწერა, იმიტომ რომ იქ არის რაღაც გარკვეული ნიუანსები, ვისთვის არ გამოდგება, ასე ვთქვათ. აი ამ ლაივს შევინახავ კი. გაწყვეტილების მიღების შიში როგორ გადავლახო? ორი მომენტი იქნება მანდ, შეიძლება 3. ერთი მომენტი იქნება, რომ ან მეთოდი არ ვიცი, როგორ მივიღო გადაწყვეტილებები, ხო? აი, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა აი სასწაული, ეს არის ისეთივე მარტივი ხერხი, როგორც აი რა ქვია იმის კერძის მომზადება, აქ ნაბიჯები. აი ამ ნაბიჯებს ვაკეთებ, გადაწყვეტილებას იღებ, როგორც ეს სწორად. ესეთი. მეორე მომენტი, გადაწყვეტილების მიღების შიში შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ნაკლებობის მდგომარეობაში ვაკეთებთ ამას. გვაკლია რაღაცა ინფორმაცია და მონაცემები. მესამე შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ რაღაცა ტრაუმული ეპიზოდი გვაქვს ცხოვრებაში გამოცდილი და იქ ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების მიღების შიში, მაგრამ რაღაცა გააკეთეთ, ცუდად დამთავრდა და იმას შემდეგ. მესამე შემთხვევაში ფსიქოთერაპიაა საჭირო. პირველ ორ შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ შეუზღუდავი მიღწევების მარათონში და ერთ-ერთი დღე გვაქვს ზუსტად მიძღვნილი აი ამ მომენტებისთვის, როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. შფოთვითი აშლილობისას მისაღებია ხომ ეს მარათონი. მეორე თუ მესამე დღეს ისწავლით ინსტრუმენტებს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ სწრაფად ან თანდათანობით დაძლიოთ შფოთვა. შფოთვით აშლილობას ხანდახან რას ეძახიან, იცით? მომატებულ სენსორულობას. მე როდესაც ხედავ სიზმრებს, რომლებიც მერე ხდება ცხადში.
როდესაც ვიღაცაზე ფიქრობ და უცებ ეს ადამიანები ჩდებიან. როდესაც წინასწარ იცი მოვლენების განვითარების სცენარი, მაგრამ ვერ უხსნი ვერავის და საკუთარ თავსაც კი საიდან იცი. ძალიან ხშირად შფოთი არის აი ამ უნარის მართვის არცოდნა. მაგალითად, ესეთი უნარი არის ფაქტიურად ყავს ფერარი და დადიხარ მეტროთი, თუ ამის მართვა არ იცი, დაგათრევს იქით-აქეთ. ამიტომ შფოთვა შეიძლება აქედან მოდიოდეს უბრალოდ. მე სანამ არ მივხვდი, რომ ასე ვთქვათ, ეს შფოთის მდგომარეობა პერიოდულ ეს უბრალოდ იმის აღქმა ხანდახან რამდენიმე თვით წინსწრები აღქმა მოვლენების არ დავიწყე ამის მართვის სწავლა. მანამდე მეგონა რომ ეს არის რაღაცა ისეთი ტრავმის შედეგები, მაგრამ არ იყო არანაირი ტრავმის შედეგები. მარათონში ჩართვისთვის ამ ვიდეოს დასახელება ზემოდანაც აწერია, იმის ქვემოთ არის ბმული. კომენტარებში კიდევ დავასრულებთ, კომენტარებში ჩავაგდებ ბმულს. საიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ. ან შეგიძლიათ პირდაპირ აი ამ გვერდის პირადში მოიწეროთ და თქვათ, რომ სურთ მარათონში მონაწილეობა ყოველგვარი ბმულების გარეშე. ესეც შესაძლებელია. ანუ ეგ უნარი თუ მაქვს, მაგრამ შფოთვა არა, მაინც როგორ ვისწავლო მათი მართვა. მობრძანდით შეუზღუდავი მიღწევების მარათონში. ეს ისეთი უნარია, ასე ვთქვათ, ვიღაცამ უნდა წაგიყვანოს პირველ ეტაპზე. აი ცურო არ არიცით და თან ისიც რო არა გაქვს რა, გაბერილი კამერა. მე ვიღაცამ ჩამოვიდე შენთან ერთად ბასეინში, რომ ცოტა ხანი დაგიჭიროს, სანამ ისწავლი წყალზე გაჩერებას და ცურვას. აქაც ანალოგიური. იქიდან გამომდინარე, ეს უნარები არის, ესე ვთქვათ, მომავლის უნარები, რომ დააკვირდეთ, როგორი ბავშვები იბადებიან, პრაქტიკულად ყველას აქვს ისეთი უნარები, რაც ადრე პარანორმალური გვეგონა. ესე ვთქვათ, კაცობრიობამ ჯერ თვითონ არის ის წესიერად, ესეთი სისტემური უნიფიცირებული მიდგომა ამ უნარების განვითარების მიმართ არ არსებობს. რაც განათლების სისტემის ნაწილი არ არის. სტიქიური ხასიათია აქ ამ ამბავს და შესაბამისად, ამიტომ გჭირდებათ ესეთი მხარდამჭერი გარემო, სივრცე. ამ მარათონში, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში ერთ-ერთი ამოცანა ეგ იყო ზუსტად. იმიტომ რომ ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი, ვისაც ასე ვთქვათ, ეს უნარების უმართავობა ჭირს და არა რეალურად რაღაცა აშლილობები. ესეთი ამბები ჩემო კარგებო. კეთილი, მაშინ დავამშვიდობოთ ერთმანეთს, გისურვებთ მშვიდობიან საღამოს კი არა და ღამეს უკვე მე მგონი, თბილ ძილს, თუ ღამეა თქვენთან, თუ დღე პროდუქტიულ დღეს და მომავალ შეხვედრამდე.